ვარაკი პატა მოვიდა. დავიწყეთ. აბა არ ვიმჩნევთ. დიახ. გითხარით ხო როცა შეგვიძლია. ვაგრძელებთ სხდომას ჩვენ მომდევნო პირი რომელიც ყავს ახსნა განმარტების მოსაცემად უკვე გვესტუმრა ეს გახლავთ ბატონი თამაზ ბესტაევი ვთხოვოთ მას რომ შემოგბრძანდეს მოგესალმებით ბატონო თამაზ გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის გამოყოფილი ადგილი ბატონი თამაზი ამჟამად ხელმძღვანელობს სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციას მაგრამ ჩვენთვის საინტერესო პერიოდში კერძოდ კი კონკრეტულად 2008 წლის აგვისტოში და ომის დღეებში ის იკავებდა ამავე ადმინისტრაციაში ბატონი სანაკოევის ხელმძღვანელობით უმნიშვნელოვანეს პოზიციას განსაკუთრებით იმ დროს ეს იყო სოციალური საკითხები, სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა. ბატონო თამაზ მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ასეთია პროცედურა, რომ ჩვენ თქვენ უნდა გაგაფრთხილოთ იმის შესახებ, რომ კითხვაზე პასუხისთვის თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას კომისიის წინაშე თუ ასე გადაწყვეტთ რომ გააკეთოთ, მაინც რომ იყოთ გაფრთხილებული და ასევე განზრახცრუ ახსნა განმარტების მოცემაც არის სავარაუდო პასუხისმგებლობის საკითხი. მე რომ ამის შესახებ თქვენ გაგაფრთხილეთ, თქვენ რომ ეს მოისმინეთ და იცით ამის შესახებ, ამის დასტურად გთხოვთ მანდ გაქვთ წარმოდგენილი დოკუმენტი და დასვათ ზე თქვენი ხელმოწერა თუ შეიძლება. ჩვენ გთავაზობთ რომ 5-10 წუთის ფარგლებში გვიამბოთ ომის დღეების შესახებ თქვენ სად ბრძანდებოდით, რა ვითარება იყო იმ ადგილებში სადაც იყავით შესაბამის არეალში რა შეიტყვეთ, რა იცოდით, რა ნახეთ, რისი მოწმე შეიქენით და შემდეგ უკვე თუ დარჩა კითხვები თქვენი მონათხრობის მიუხედავად დაგისვამთ ამ კითხვებს. გთხოვთ. მოგესალმებით, გალბატონთია, კომისიის წევრებო, მოგესალმებით, მაყურებლებს მოვესალმები. მოგახსენებთ მოკლედ მაქსიმალურად მე 2007 წლის იანვრის თვეში დავინიშნე ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის პოზიციაზე ადმინისტრაციაში. ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელისგან დავალებით და ისედაც ფუნქცია მოვალეობები, რაც იყო გაწერილი იმ პერიოდში, ერთად გავწერეთ, ასე ვთქვათ, ახალი შექმნილი იყო ეს უწყებაც და შემდგომში მოხდა, ანუ სწორედ გეტყვით, მნიშვნელოვანი მხრივ იყო, რომ იმ პერიოდში მოგეხსენებათ არ არსებობდა არანაირი სამედიცინო კუთხით საყოველთაო არც ჯანდაცვის პროგრამები, არც ისე და მოსახლეობას უწევდა საკუთარი ჯიბიდან გადახდა საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ასეც ამ სიტუაციაში შემოთავაზებული იქნა ხელმძღვანელისგან მაშინ, რომ ჩვენ განვახორციელებთ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრებით ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს არის ის კატეგორია, რომლებიც იმ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაში ვინც იყვნენ მოყოლილი, ანუ ჩვენი თანამემამულეები იგივე. ბუნებრივია ჩემი შეთავაზება იყო, რომ ამ პროგრამაში ჩაგვერთო ადგილობრივი მოსახლეობაც, რაც შევთანხმდით და შევჯერდით და ანუ 2007 წლის დაახლოებით თებერვლის თვიდან დავიწყეთ ამ პროგრამების განხორციელება ჩვენ დევნილი ეხლა დევნილი და მაშინ იმ პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ სერვისების ხელმისაწვდომობა სამედიცინო კუთხით. გადმოდიოდნენ ოკუპირებული ცხინვალიდანაც კონკრეტულად მოდიოდნენ ჩემთან, ვიღებდი ყველას, რომელსაც ესაჭიროებოდათ სამედიცინო სერვისები და ვაგზავნდით თბილისში და ვეხმარებოდით ამ დაფინანსებაში ადგილობრივებიც
სოციალური კუთხით ჰქონდა კიდევ რაღაც ჰუმანიტარული აქციები ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასე მოკლედ ყვები, რომ ეს შეიძლება არ არის თქვენთვის ეს აუცილებელი დღეს ეს და მნიშვნელოვანი, მაგრამ მე უბრალოდ ქრონოლოგიურად შევეცდები მოკლედ თქვა, სამედიცინო კუთხით ექიმები ჩაყვავდა, გადასინჯვები, მედიკამენტებს ვარიგებდა და მოიცავით ეს რეგიონი მთლიანად ამ სოციალური კუთხით და ჯანდაცვის სფეროში ეს რაც უშუალოდ მევალებოდა იყო ჩემი საქმიანობა. ამას ყველაფერს უზრუნველყოფდა შინაგან საქმეთა სამინისტრო დაცვის კუთხით, ასე ვთქვათ, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, იქ ექიმების ჩაყვანა იყო თუ რაღაც ისეთი გადაადგილებები იყო აუცილებელი და რაღაცა ღონისძიებები ჩასატარებელი, მაგათ გარეშე მოგეხსენებათ შეუძლებელი იყო, ვინაიდან კონფლიქტის რეგიონი იყო, გინდა არ გინდა თვალით ხედავდით ის მთიან ადგილები არის იქ დიდი ხეობა, სადაც ბლოკპოსტები იყო, ასე ვთქვათ, განთავსებული რუსების და ესეთი ოსებთან ერთად განთავსებული და იყო ხოლმე პერიოდულად ესეთი ღამე უფრო სროლები, ასე ვთქვათ. ახლა იყო რამოდენიმე შემთხვევა დაიჭრა ჩვენი სპეცნაზელიც სუბუქად, ეს რატომაც შევეჩვიეთ ამ 2007 წლიდან ვიძახიეს ომამდე 2008 წლის ომამდე რაღაც ესეთი ყოველ დღიური თუ არა დღე გამოშვებით რაღაც ღამე ხდებოდა ეს სროლები რაც გვესმოდა და მე მესმოდა პირადად ბუნებრივია ხა კითხებს ვსვავდი იქ მაგრამ ნუ ახლა სიმართლე გითხრათ ახლა ჩვენი მხრიდან ვინმე ისროდა და პასუხს აძლევდა თუ იქიდან ამის ინფორმაცია სიმართლე გითხრათ არ მქონდა 2008 წელს მინდა შევეხო, ნუ ეს პერიოდი გაგრძელდა ასე და ჩვეულებრივი სიტუაციით ხელმძღვანელობდით იქ ადგილობრივ სიტუაცია შემდგომში 2008-ში მინდა შევეხო იმ პერიოდს განსაკუთრებულად ივლისის თვე იყო უკვე, როდესაც დაახლოებით შუა რიცხვები, როდესაც კოკოიტის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ და კოკოიტმა ევაკუაცია დაიწყო მოსახლეობის, ბავშვების, ქალების ცხინვალიდან. ეს ტელევიზიით გადაიცემოდა, ეს შეგვიძლია მე არქივებშიც ვნახოთ ეს იყო ივლისის, 2008 წლის ივლისის შუა რიცხვები დაახლოებით. და ნუ რაღაც ისეთი შეშფოთებული ისენი კი ქონდა თანამშრომლებს რომ ნუ რა ხდება რა ის თუ ევაკუაციას აკეთებს ანუ რამესთვის ემზადება ან იცის რომ რამე უნდა მოხდეს და ბუნებრივია ვაკუუმი იყო სრული არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ ვერც მივიღეთ ვერც ვერაფერი და ვაგრძელებით ჩვეულებრივ ცხოვრებას ორშაბათი სამსახური იყო პარასკევის ჩათვლით იქ ვიყავით ვინ თბილისიდან ვიყავით და მე პარასკევს საღამოს ბრუნდებოდით თბილისში თუ იქ შაბათკვირა ადმინისტრაცია იკეტებოდა ასე ვთქვათ თუ რამე ისეთი ღონისძიება არ ტარდებოდა ყოველ შემთხვევაში მოდიოდით იქიდან უკვე ჩვეულებრივ 7 აგვისტოს უკვე იყო ეს მოხშირებული იყო ასე ვთქვათ უფრო ავნების მიმართულებით ფრონეს ხეობის მიმართულებით მოხშირებული იყო გააქტიურდა სროლები უფრო იქით ანუ ცხინვალის თამარაშენი ჩვენ ვიყავით ადმინისტრაცია ქურთაში ვინც არ იცის ქურთაში ეს ქურთა თამარაშენი აჩაბეტიზე მოაჩაბეტი კეხვი ეს არის ის გზა სადაც ცხინვალთან 2 კილომეტრია დარჩენილი ცხინვალამდე იქ ბლოკპოსტი იყო უკვე ცხინვალთან და თამარაშენის ბოლოში ჩვენი ბლოკპოსტის და იქ რუსებიც და გააქტიურდა უფრო ეს სროლები უფრო ავნეფრონეს ხეობის ხარეს ავნებისკენ 7 აგვისტოს მე როგორც გაწერილი მქონდა პროგრამულად ჰუმანიტარული ტვირთი წამოვიღე ახალგორში დავარიგე ჰუმანიტარული ტვირთი და შემდგომში უკვე ვინაიდან გვიანი იყო ღამე უკვე საშიში გახდა იქ წვერიახოთი გადავდიოდით ჩვენ ანუ ერედვიდან გადავდიოდით შემოვლითი გზით წვერიახოს გზას ეძახიან ეს ვინც არ იცის 10 კილომეტრიანი მონაკვეთია გადავდიოდით ქურთა თამარაშენში აჩაბეთში ანუ იქ სადაც ჩვენი ადმინისტრაცია იყო და იქ ბლოკპოსტი იყო ერედვის დასაწყისში ჩვენი ბლოკპოსტი იყო ერთი ქართული პოლიცია იდგა და მე უკვე წვერიახოზე სიტყვაც წვერიახო ალბათ იმიტომ იყო ეს ტერმინი რომ იქ მაღლა წვერზე იყო უკვე რუსული ბლოკპოსტი იყო რომელიც რო გადავდიოდით ან მანქანები რაც მოძრაობდა იქ რა აი გძნობდით რომ დურბინით გვიყურებდნენ და სურათებს გვიღებდნენ აი დაფიქსირებული მქონდა რამდენჯერმე ეს ახლა ჩქარა ვერ გაივლიდით ცუდი გზა იყო და ეს
და ანუ მოგეხსენებათ გვიანი იყო და აღარ გავრისკე რომ იქ ხამე გადავსულიყავ ერახან ეს ბოლო პერიოდში ძალიან გაახშირდა ეს სროლები და ამასობაში კომუნიკაცია მქონდა ხელმძღვანელის მოადგილესთან. თვითონ ბატონ დიმიტრი არ გძანდებოდა იქ. ახლა ვერ გეტყვით რა დროს დატოვა ხეობა, ახლა სიმართლე გითხრა, არ მახსოვს რომ ვერ რიცხვში. მაგრამ ნუ ხელმძღვანელის მოადგილე იქ იყო, უშუალოდ ის უწევდა მონიტორინგს იქ სამსახურს და ვეკონტაქტებოდი, რომ ინფორმაცია გამეგო, რა ხდება მან ჩვენთან, ხო ამშვიდობა, ან რამე ის ბრძანება ხო არ არის, ან რაღაცა ის არაფერი ნორმალურად, რა ვიცი ყველაფერი კარგად, მე თქვი, კარგი ხვალ ჩამოვარ, ახლა გვიანი აღარ წამოვალ და სამსახური იყო და უნდა 7 რიცხვში ვართ, ხო? ეს 7-ში ხდება. 8-ში დილით მე გადავედი სამსახურში, მოგეხსენებათ, გავიარე ტყვიავი და ტყვიავის სამონტყოფოში რომ შევედი, იმიტომ რომ სამონტყოფოში იყვნენ სამხედროები განთავსებული. და რომ შევედი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც იყვნენ იქ ფორმებში. კი გამიგვირდა ახლა რიგით, ანუ არ იყვნენ ეს ოფიცრები და არ იყო ეს ოფიცერთა корпуსი იქა და არც სამხედროები დანაყოფები და ეს ფორმებში ათო იყვნენ, ნუ იყვნენ. სად მიდიხარ ახლა გამოვესაუბრე რაღაცა, მე თქვი მიდივარ სამსახურში, კაცო, რა სამსახურში ხო ხედავ რა ხდებოდა. ახლა ამასობაში თან ეს უკვე ისტრვიტელი თუ რა ქვიათ ქართულად ბომბდამშენი უკაცრავად. უკვე მუშაობდა ასე ვთქვათ, მაგრამ მე რატომღაც ეს ბომბდამშენი ახლა სამხედრო არა ვარ და მეგონა ჯერ ჩვენი, იმიტომ რომ იქ ცხინვალს უტყავდა და ფიქრობდი ალბათ იქ ეს არის დაახლოებით 12 საათი აგვისტო. დღის 12 საათი უკვე 10-ზე დავიძარი თბილისი და დაახლოებით პლუს მინუს ეს 1 საათ ნახევარში. 8-ში, 8 აგვისტოს. ტყვიავში და წავედი უკვე სამსახურში. ერედვიდან რომ გადავდიოდი, ერთი ცუდად ის მენიშნა, რომ ბლოკპოსტი, ქართული ბლოკპოსტი იყო მოხსნილი, აღარ იყო. წვერია ხოზიავედი რუსები იდგნენ, ჩაულებრივ სურათებს იღებდნენ ისე. გადავედი, ანუ თლიანად ეს იყო გაჩერებული ეს რაღაცა ისეთი 8 აგვისტოს თვე იყო, სიცხეც იყო, მაგრამ რაღაცა ის მომასწავლებელში ჩუმე რო იტყვიან, მართლა ესეთი შეგრძნება დამეუფლა რომ ჩავედი, ყველა არავინ გარეთ არ იყო, მოსახლეობა სახლებში იყო. ჩავედი სამსახურში, გავაგრძელეთ ჩვეულებრივი მუშაობა, როგორც ესტარეგია, დავიკავეთ ჩვენი კაბინეტები და ჩვენი განრიგი, რაც ჰქონდა სამუშაო და ხელმძღვანელის მოადგილესთან ხშირად ჰქონდა მე შეკითხვები, ასე ვთქვათ, რა ხდება ჩვენ ცაზე, იმიტომ რომ ეს ქურთა თამარაშენის ტერიტორიაზე შემოფრინდებოდა ეს ბომბდამშენი, ესე რაღაც წრეს არ ტყავდა და ურტყავდა ცხინვალის მიმართულებით უკვე ნაღმებს. და კიდე როგორც წეგან მოგახსენეთ, ვიფიქრე, ალბათ ჩვენია და იქ ასე ვთქვათ, ოსურ დანაყოფებთან აქვთ ეს ისა ბრძოლა, ასე ვთქვათ რა და ნუ ტელევიზიით კიდე მოგეხსენება თქვენს კარგად იცით, გადაიცემოდა რომ ნუ აკონტროლებთ ცხინვალს, გოგოვითი გაიქცა მე ჯავაში რაღაც მშვიდობა, ამ ხრივ მშვიდობა, იმ ხრივ რომ ასე ვთქვათ, სამშვიდობოები გადგნენ, არ ჩაერივნენ ამ ჩვენს სპეცოპერაციაში თუ რაც ქვია და ნუ რატომაც გვეგონდა რომ ყველაფერი ნორმალად. შემდგომში მაინც ესე რომ გახშირდა ეს დაბომბები ამ დღის განმავლობაში ხდება ეს 8 აგვისტოს. მე ვთხოვე ამ ჩემ თანამშრომლებსაც, მე თქვი, არავინ აქ ყავთ კაცო, აქ ინტერნეტი არ იყო იქ. ვინმე სამხედრო ერთი უთხრათ 2 ფთა აქ ამ იმას სუს. ეხლა მე კი გავიგე ეს, მაგრამ იქამდე არ ვიცოდი და მე თქვი, რუსულია თუ ქართულია, კაცო, რაღაცა ისეთ ინტენსიურად ტელევიზიით გადმოსწრებენ, კოკოვით იქ გაიქცა და იქ ვიღას ესვრიან ცხინვალში. და მე გადავრეკეთ რუსები. ეს თუნდაც ბუნებრივია უკვე ეს რახან რუსული ქვედანაყოფები და სამხედრო ჩაერთო, უკვე იქვე ჩავთვალე მე რომ ეს იყო უკვე ოკუპაცია და დიდი მსხვერპლი ჩვენი ქვეყნისთვის. უკვე მივხვდი, იმიტომ რომ ტელევიზიები წაცხადებდნენ რომ არ იყო ჩართული რუსულის ჯარები და ასე ვთქვათ, მარტო ეს მათი კოკოვითის ეგრეთ წოდებული სამხედროები გვიწევდნენ წინააღმდეგობას, რატომაც ესე აცხადებდნენ და რაღაც. უკვე დაახლოებით 4-5 საათი იყო საღამოსი, ხელმძღვანელის მოადგილე, ასე ვთქვათ, მითხრა, ნუ მიბძანა თუ არ უბძანებია, ნუ უბრალოდ მითხრა, გამყევით თათვირზე მივდივართ, უშრობის თათვირზე. გორში. უბრალოდ ჯერ თამარაშენში, მე გავყევი უკან, ხოლთან ერთად მეც მაინტერესებდა ძალოვან
სტრუქტურებთან შეხვედრა რაღაც ინფორმაცია გამეგო მაინც მათგან, იმიტომ რომ ვაკუუმი იყო, არავის არ დაურეკია ჩემთვის პირადად, მე ამას ვხვდები, აი მე რაც ნახე, რაც მე შევხედე და რაც მე გადამხდა. ეხლა კულისებში სად რა ხდებოდა, ვირას ამბობდა ეს ჭორის დონეზე, ეს არ პირადად მე და როგორც ეხლა მინისტრის პოზიცია მეკავა, იქ ვიყავი, მიცნობდნენ, ველოდებოდი რომ თუ ანუ ევაკუაციის გეგმა არსებობს, მაშინ ალბათ მეც მეტყვია რომ ადმინისტრაცია ასე ვთქვათ დაცალე და ევაკუაცია მოახდინე და ადგილობრივ მოსახლეობას მიხედავდა ალბათ ევაკუაციას ახორციელებს შინაგან სამინისტრო ალბათ და თავდაცვა ჩემი აზრით. და იქ ადგილობრივი მუნიციპალიტეტებს ჩააყენებენ საქმის ყურში და ასე შემდეგ და ნუ მაინც რაღაც ინფორმაციას ველოდებოდი, არ იყო არანაირი ინფორმაცია. ხელმძღვანელის მოადგილეს ვეკითხებოდი, არც მისგან არ იყო არანაირი ინფორმაცია, მეუბნებოდა არ ვიცით რა ხდება. გადმოვედით გორში, მე ანუ გზიდან დაურეკე, რატო შევცვალეთ მეთქი მარშრუტი და არაო გადაიდოო და ეს ხდომარი გორშიო და გამოვყევი გორში უკან, ეს იყო დაახლოებით 5-6 საათი აგვისტოს, 8 აგვისტოს. ჩამოვედით ჩოულებრივ გორში შევიდა თვითონ შევძანდა სხდომაზე, საბჭოს სხდომაზე, მათი უშუალობის, მე არ შევიშვეს. იქ სიტუაცია გორიდან ჩანდა იდეალურად. იბომბებოდა უკვე გორის ტერიტორია, იბომბებოდა უკვე ეს სამხედრო ქვედანაყოფები, აი ტყვიავის მიმართულებით, რაც იყო ჩვენი კოლონები. ფაქტია რომ უკვე ვიყავით ძალიან ცუდ სიტუაციაში. ახლა მე არავის ჩემთვის არც ის უთქვი, არც ხელმძღვანელის მოადგილეს და ველოდო არც არაფერი. ტელეფონები ჯერჯერობით იჭერდა. კიდე გითხარით ინტერნეტი არ იყო. დავრეკე, არ ვიცი ეს რატომ მომაფიქრა ეს ხდება ადამიანი ინსტინქტებით რომ უკვე იქცევი, იმიტომ რომ არც მიფიქრია ამაზე, დავრეკე ქურთის ავადმყოფოში. ცოტა მაღალი ტონით ესეთი ალბათ ესე მახსოვს ცოტა ისეთი რომ სასჩქაროდ დაცალეთ ხეობა საჩქარო თუ რამე გაქვთ აპარატურა კომპიუტერი ან ინსტრუმენტები რაც შეიძლება ხელში აიღოთ და შეძლოთ რომ გადაგამოიტანოთ ეხლა ტაფჩანებს და საოპერაციო მაგიდებს და იმაზე არ იყო ლაპარაკი საჩქაროდ დაცალეთ და გადმოდით გორისკენ მანქანები ყავდათ იყო რა ქვია სასტრაფოს მანქანები ყავდათ სამავთყოფოს და პირადი მანქანების და მნიშვნელოვანი ის იყო რომ იქ ადგილობრივები იყვნენ ძირითადად ექიმები და მედპერსონალი ძირითადად ერთი ყავდა მარტო თბილისიდან ჩავიყვანე ანესთეზიოლოგი რომელიც იქ პირველად ოპერაციებს და რაცა გადაუდებელს აკეთებდით და ავტომატურად ეს ადგილობრივი მოსახლეობა გავრცელდა იქ იმიტომ რომ მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ და ეს ეტაპობრივად მოხდა მე მივხვდი უკვე იმ მომენტში არ მიფიქრია გავაფრთხილე ესენი დაცალონ გავაფრთხილე ჩემი თანამშრომლები ვინც იქ იყვნენ დარჩნენ ჩვეულებრივი რიგით თანამშრომლები ესენი გავაფრთხილე დაცალეთ და ვრეკავდი ავნევში ავნევი იყო მაშინ ავნევში გახლდათ ფრონეს ხეობაში გონერი კაპანაძე გახლდათ გამგებელი ბასტა ვრეკავდი მდგომარეობას ვეკითხებოდი ნუ არ გამოდიოდა სიტუაცია რთულად არის მითხრა თითქმის ალყაში ვარ თუ რა ნუ ძალიან ისეთი მქონდა რა და ანუ თელი დღე ტელეფონი მქონდა რომ აი კონტაქტი მქონოდა მასთან რომ მეგობრობდით ისედაც მაშინაზე და თან მით უმეტეს აი ეს მდგომარეობაში იყო ნუ ეხა მერჩევებს ვეუბნებოდი აქედა რა უნდა მერჩია გორიდან მეთქი იცი ის გზები რაც არის და რაღაცენ დატოვე რა ახლა იქ დაგიჭირო მოხდებოდა საშინელება იმიტომ რომ მე რუსები რო შემოვიდნენ შემოყვნენ მე მარადიორები და დაიწყეს ძარცვა ხოცვა ჟლეტვა ამ ხალხის იქიდან 71 არის გარდაცვლილი რომელიც გარდაიცვალა არასამხედრო მე ვამბობ რიგითი მოქალაქე ადგილობრივი დარჩნენ ის კატეგორია რამოდენიმე კატეგორია იყო რომელიც მოხუცები იყვნენ და ოჯახის წევრებს არ დაიმორჩილდნენ და არ წამოვიდნენ ძირითადი მასა წამოვიდა ეს მოხდა 8-ში და 9-ში და მე უკვე 9-ში ღამე თუ არ ვწდები შევიდა უკვე იმ რეგიონში ეს რუსი სამხედროები და შეყვნენ მარადიორები და ვინც მოხუცები იყვნენ სამწუხაროდ დახვრიტეს ისე და აი ამ დაბომბვის დროს დაახლოებით კი არა ზუსტად 71 ადამიანი არის დაუყოლი რომელიც აღრიცხეთ მე და შემდგომში მე უკვე მქონდა მათთან კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან და რაღაც ერთჯერად ხმარებოდით რაღაც ეს რომ არ მომხდარიყო და
რაღაც გაფრთხილების დონით იმ 8-ში და 9-ში ფიქრობ რომ მეცხრებს მივიღებდით და მე საბოლოოს დავამთავრებ ამით თანამშრომლებთანაც ვქონდია ამაზე საუბარი რა ბუნებრივი ახლა მიტინგები არ მიტარებია მაშინ და არც ტელევიზიით გამოსულ ვარ მაგრამ თანამშრომლებთანაც ვქონია ამაზე საუბარი და განვიხილეთ შიგნით ჩვენს მეგობრებს თანამშრომლებს ახლა მოიხსენებათ რამდენი წელი ერთად მუშაობთ და რა მოხდა რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა რატომ არ გახორციელდა ევაკუაცია ანუ მე დასკვნა ის მქონდა და დღესაც იგივე მაქვს გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად გაიმეტეს ბუნებრივი ადმინისტრაციის თანამშრომლები გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ნუ იქ ვინც ფუნქციონირებდა ის რეგიონი მთლიანად პრაქტიკულად გაიმეტეს და ასე ვთქვათ რომ არ დაეტოვებინათ ესე თვითნებურად თავისი გადაწყვეტილებით მე რომ რაღაც არ მეფიქრა რომ სადავრეკო რა გავაკეთო ან რომ მე არ გადმოსულიყავი უშუალობის ხდომაზე არ გამოვყოლოდი და ხელმძღვანელის მოადგილეს ეთქვა რომ ნუ შენ აქ უნდა იყო და მე უნდა წავიდე ბუნებრივია მეც იქ ვიჯდებოდი იმ პერიოდში ნუ ვერ დავტოვებდი რეგიონს უბრალოდ ხელმძღვანელი იყო და თან ინტერესი მქონდა გამეგო რა ხდებოდა საბოლოოდ ეს იყო ის რაც ისევე არც არავისთვის ქონია კომუნიკაცია სიმართლე გითხრათ რომ რაღაც კითხვები ვინ რას მეტყოდა ეს უფრო ძალოვნებმა იცოდნენ და ნუ იმაშინდება ხელისუფლება რატომ არ განხორციელდა ევაკუაცია სამწუხაროდ ეს შეიძლება გითხრათ მადლობა ბატონო თამაზ რამდენიმე კითხვა მექნება მე პირადად და შემდეგ წევრები დასვამენ შეკითხვებს თუ სწორად გავიგე თქვენ იყავით რა მინისტრის პოზიციაზე არც ერთხელ მთელი ომის დღეების განმავლობაში არც ერთხელ თქვენ ოფიციალურად არც ერთი ზემდგომი პირისგან ადგილზე და არც ერთი პირისგან თბილისიდან ან სხვა არეალიდან არ მიგიღიათ ინსტრუქცია რომ თქვენი ადმინისტრაციის ადგილსამყოფელი სოფელი ქურთან მიმდებარე ტერიტორია იყო საფრთხის ქვეშ და რომ უნდა დაგეტოვებინათ იქაურობა. ასეა? დიახ, არავისგან. თქვენ ახსენეთ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. ვინ იყო ეს? ვასილ სანევლიძე. თქვენ მას ეკითხებოდით და მანაც არაფერი იცოდა. არ იცოდა, იმიტომ მოყევი წერან რომ უშრობის ხდომაზე მივდივარ და წამიყოლა ასე ვთქვათ, მეც მითხრა რომ გადავსულიყავი მეც იქ და ალბათ თვითონაც მე აღარ ვკითხე იქ რატო მიდიოდა ვინ დაიბარა, ჯერ ერთი არაკორექტიული იყო იქ შეკითხვაც. მეორეც არც მეტყოდა და იქ რა პასუხი მიიღო, მე უკვე აღარ მქონია კომუნიკაცია, მე ის შიგნით რო შევიდა, აღარ წამოვედი მე, ანუ გამოვედი იქიდან და უკვე დავიწყე რეკვები, ასე ვთქვათ. აი რეკვები, აი სწორედ ეს მაინტერესებს, ოდნავ ბუნდოვანი იყო. თქვენი ხელმძღვანელი მიაცილეთ იმ ადგილამდე, სადაც მას ჰქონდა შეხვედრა, გეგონათ რომ თქვენც იქნებოდით ამ შეხვედრაზე და აღმოჩნდა რომ არ დაგიშვეს და შემდეგ უკვე იწყებთ რეკვას. აი რა ხდება ამ ორ მომენტ შორის, რატომ იწყებთ რეკვას? საიდან გაიგეთ თუ შიგნით ხდომაზე არ იყავით, რომ თქვენივე მოსახლეობა იყო საფრთხის ქვეშ? რუსული ბომბდამშენები უკვე ბომბავდნენ გორს და იბომბა ის გზა იბომბებოდა, ნუ ჩანდა აშკარად რომ უკვე აქეთ ბომბავდნენ და ეს ისედაც უკვე გავაცნობიერეთ რომ ეს იყო რუსული გზაზე რომ მოდიოდით ხედავდით ამ ყველაფერს? გზაზე რომ მოდიოდით ის რომ გზაზე საბედნიეროდ იმ მომენტში ჩვენ რო ჩავიარეთ ყვიავის გზა სამხედრო დანაყოფები არ შემხვედრი არ იყო იქ იმ მომენტში მე რო ჩამოვიარე მაგრამ გორში იდგნენ უკვე და დაიძრნენ თუ რაღაც აი ეს მომენტი იყო სიმართლე გითხრათ ხა 17 წელი გავიდა ესე კადრი ვერა მომაქვს თუმცა მეხსიერებიდან შეიძლება შეხვდა კიდეც შეიძლება არც დავაკვირდი ვინმეს ხომ არ გაესაუბრეთ თქვა ხდომის მონაწილეს ან თანხლებ პირებს გორში არავის არავისთან უბრალოდ ავიღე მე გადაწყვეტილება პირადად მივიღე რომ აქ ხუნდგომა თქვენ თვითონ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება თვითნავები იყო ის და დავწმუნდი რომ უკვე რუსეთი იყო ჩართული ამ ბრძოლაში და შეგეშინდათ რომ ის ხალხი არ
აი ეს ავტომატურად დამება და არ მიფიქრია, ასე ვთქვათ, იმ მომენტში სპონტანურად იღებ გადაწყვეტილებას ადამიანი, როდესაც ეს კრიტიკულ სიტუაციაში ვარდება, ეს ადამიანის ფსიქიკაზეც არის, ეს ფსიქოლოგიაზეც არის. მაგრამ ეს იყო თქვენი პიროვნული რეაქცია და არა ვთქვათ რაღაცა სახელმწიფოებრივად ან სტრუქტურულად და სისტემურად დაგეგმილი რაღაცა პროცესის ნაწილი. თქვენ როდესაც გააფრთხილეთ მოსახლეობა, ბრძანეთ რომ 71 დაიღუპა, მიუხედავად ამისა, რომელ არეალს გულისხმობთ? დაიღუპნენ დიდი ლიახვის ხეობის ტერიტორიაზეც. აი ეს ციფრი, რიცხვი, რო თქვით 71, რომელ არეალს ეხება? ახალგორიდან არის ერთი გარდაცვლილი მარტო. აჰა. დანარჩენი დიდი ლიახვის ხეობა, პატარა ლიახვის ხეობა და ფრონეს ხეობა. კი ბატონო. ეს სამი ხეობა ძირითადად ეს 71-70. ეს ის კატეგორია, ვინც უარი თქვა გამოსვლაზე, ან ვერ შეძლო ფიზიკურად. ან ვერ შეძლო, ან უარი თქვა. ან უარი თქვა. და თქვენი ინფორმაციით ისინი ბომბვის დროს დაიღუპნენ თუ დაიხრიდნენ? ანუ მე გეტყვით, მე შემდგომში 2008 წლის მერე უკვე აგვისტოს უბრალოდ მერე ასე ვთქვათ, პროგრამები შევიმუშავეთ და დავიწყე, ასე ვთქვათ, ჩამოვლა ოჯახებში აქ ვინ იყო, ვის გარდაიცვალა ეს ეძებდი, რამდენი გარდაიცვალა და რა მოხდა. და ეს ასე ვთქვათ, თანამშრომლებთან ერთად ზოგისად განსახლდა, ზოგისად ყველა თითქმის ახლა ხეობა არ არის დიდი და ის რეგიონი მაინც და ყველა ერთმანეთს იცნობს ასე თუ ისე და ვიცი რომ იმისი დედა დაიღუპა იმისი. მე ის გვეტყოდა რომ აი ისიც. ანუ ესე მოვიარეთ და გარდაცვალების მოწმობები, ასე ვთქვათ, ასლები მქონდა მათი და ერთჯერად დახმარებებს უწევდი, რაც შეგვეძლო ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში ამ ხალხს, ამ გარდაცვლილ ოჯახებს და გარდაცვალების მოწმობებში იყო მითითებული, იქნა დახურეტილი, იქნა დამობიშეკი და გარდაცვლილი თვითონ მოწმობებში იყო. ახლა სიმართლე გითხრათ, ეს მოწმობები გაიცალბათ აქეთ, მაგრამ უკვე აქეთ რო გამოვიდნენ ოჯახის წევრები, მაგრამ ძირითადად მაინც იმათი იცოდნენ. დიახ, მიზეზი იცოდნენ და აი აქედან იყო ზოგი დამობიშეკი და ზოგი დახურეტილი და ზოგი იყო ერთი მახსოვს რამოდენიმე შემთხვევაში ჩამოგჩვალიც კი, ანუ ჩამოკიდებული იყო. კი ბატონო. ბატონო თამაზ, თქვენ ახსენეთ ის სოფლები, სადაც რომ ვიყავი, გადავადგილდებოდიო, მოგვითხრობდით, სადაც დღეს ვეღარ შედიხართ. ხომ არ გაქვთ ადმინისტრაციაში, ან თქვენ თუ არ გაქვთ შესაბამის სამსახურებს, როგორც ხელმძღვანელმა რომ ვთხოვოთ, რომ მოგვიანებით მოგვაწოდონ, ან თუ იცით დღეს გითხარით, აგვისტოს ომამდე 90-იანი წლები და სხვა აბედითი პერიოდები აქვს ჩვენს ქვეყანას გავლილი დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რამდენი სოფელი დარჩა იქით მხარეს ოკუპირებული და აგვისტოს ომის მერე რამდენად გაიზარდა ეს მაჩვენებელი? სტატისტიკას აწარმოებთ თქვენ? კი, მე მაქვს ეს ელექტრონულად და შემდგომში მეტყვით მეილზე გადმოგზავნი, ზეპირად გეტყვით რაც ავრიცხეთ ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ, იმიტომ რომ რთული რა არის, იცით, იყო ზოგი ნასოფლარი, ასე ვთქვათ და სოფლის სტატუსი აღარ ქონდა ეს ადრევე. ზოგი აღწერაში ჩაწერეს მაინც, ზოგი იყო სოფელი და იქ იყო უბანიც. ანუ ის სოფელი ჩაწერეს და იმ უბნის სახელით სოფლად, ანუ ცოტა გაბევრდა და ჩვენ გავიარეთ თითოეულ მუნიციპალიტეტებთან ეს საკითხები, ვინც ადგილობრივები იყვნენ და მაქსიმალურად სწორედ რომ დაგვეთვალა, ასე ვთქვათ, 363 არის 90-იანი წლებიდან 2008 წლამდე დაკარგული მთლიანად ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და 111 არის უკვე 2008 წლის მერე სოფელი დაკარგული. უფრო მეტი რაოდენობა არის ახალგორის და ახალგორის მხრივ დაგვჭირდა ცოტა ხანგრძლივი მუშაობა თვითონ ახალგორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, რომელიც ადგილობრივები არიან, წეროვანში ზიან, მათთან მქონდა უშუალოდ ეს აი ესე კომისიასავით გააკეთეს და თითოეულ სოფელს გავდიოდით სახელებით და იმით. და საერთოდ ჯამში 111 არის 2008 წლის მერე დაკარგული. 111-ით მეტი სოფელი და დასახლებული პუნქტი დაკარგა საქართველოს ამ ომის შედეგად. და ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს არის დროებით.
ბატონ წევრებს თუ აქვთ კითხვები, ბატონი ალეკო, ბატონი ილია, ბატონი გურამი, ბატონი პაატი. მადლობა ბატონ თამას, თქვენ ძირითადად ნაუმწურავად ისაუბრეთ ის რაც თქვენ იცით და რაც თქვენ გადახვდათ თავს. მე მაინტერესებს მაშინ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თქვენ ვერ უკავშირდებოდით და როდემდე გაგრძელდა ეს ვერ დაკავშირება, იმიტომ რომ პრაქტიკულად თქვენ წარმოადგენთ ადმინისტრაციას და ხდებოდა ესეთი უბედურება და საშინელება და რა ხდებოდა თქვენთან შიგნით ადმინისტრაციაში? ანუ როგორც წეგან მოგახსენეთ დაახლოებით 7 აგვისტოში რომ 7 აგვისტოს უკვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იქ არ იმყოფებოდა. 4-ში და 5-ში იყო თუ რა აღარ მახსოვს, ეხლა არ მინდა რომ ტყუილი გამომივიდეს, სიმართლე გითხრათ 17 წელი გავიდა იმის მერე და არ მქონდა და თავარი ის არის რომ კომუნიკაცია არ მქონდა, ანუ ალბათ არ იყო. და ხელმძღვანელის მოადგილე რახან იყო, ეს იყო საკმარისი მხრივ რომ შემდგომში როდის ჰქონდა და შემდგომში გეტყვით უკვე 8-ში გამოვიდა 9-ში უკვე და 10-ში ჩვენ სათაო უბრალოდ ოფისი ჰქონდა, ეგრეთ წოდებული ჭადრაკის სასახლის ტერიტორიაზე ჰქონდა ოფისი. ომამდეც იყო ესეთი ოფისი იყო, რაღაც 3 ოთახი იყო იმ ოფისში და პარასკევობით ჩამოვდიოდი ხოლმე და ანუ უკვე 90-იან წლებიდან დევნილებს, ცხინვალიდან პირველ დევნილებს ასე ვთქვათ, შეხვედრა მქონდა ხოლმე თბილისში, იმიტომ რომ ესენ ძირითადად თბილისში და გორში არიან განთავსებული პირველ დევნილებს ვიზახი, მაშინ დევნილები არ იყვნენ. და პარასკევით იქ მქონდა ხოლმე შეხვედრა, მათ ვიღებდი პრობლემებზე და ასე შემდეგ. და იქ გამოვცხადი მეორე დღეს და იქ ვნახე. სიმართლე გითხრათ, რა ვიცი, ახლა ცხინვალიდან არის ეს კაცი მთლიანად განადგურებული იყო, მე ვერც ვკითხე, არც დაუშვი ჩემ თავში ის რომ დაკითხვები დამეწყო, ზოგადი ჭირი დაგვაწყდა თავს და ყველას ერთნაირად ის აბა იქ რატო არ იყავი, ანუ ევაკუაცია რატო ის, რა ვიცი, სიმართლე გითხრათ, არ მიკითხია არაფერი. არც თვითონ მქონია ამაზე საუბარი. თქვენ არანაირი ინფორმაცია, არანაირი კოორდინაციაში არ იყავით არავისთან. არა. სამწუხაროდ არა. კარგით, თქვენ თითქმის დღესაც იგივე საქმეს ემსახურებით და რო შევადაროთ ჩვენ ის პერიოდი, როდესაც თქვენ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იყავით და ახორციელებდით გარკვეული სახის ჰუმანიტარულ ღონისძიებებს. დღეს როგორ არის ეს მდგომარეობა ჩვენ მოწმეოსებთან და ოსტატთან და რა ურთიერთობები არსებობს და როგორია მათი დამოკიდებულება, როგორია მოლოდინის რა თქმა უნდა, რისი თქმის შესაძლებლობას თქვენ გაქვთ და როგორია ამ სტატისტიკა გითხრათ. ანუ დაახლოებით 300-მდე 2007-დან 2008 წლის აგვისტომდე 300-მდე პაციენტი იყო გადმოსული უკვე ოკუპირებული ცხინვალიდან, რომელსაც უმკურნალით. კონკრეტულად მოდიოდნენ პირადად ადმინისტრაციაში შეხვედრაზე, მოგეხსენებათ ინტერნეტი არ იყო ახლა ელექტრონულად კი გამოაგზავნეს ადამიანის საფუძველს. პირადად მოდიოდნენ ჩემთან ოკუპირებული ცხინვალიდან, ასე ვთქვათ, მოსახლეობა დახმარებას. დაახლოებით ომამდე 300-მდე პაციენტს უმკურნალეთ თბილისის სხვა კლინიკებში. და ნუ კლინიკებმაც ხო არ იცოდნენ, მოუყვებოდით ხან თანამშრომლებს ვაგზავნიდით, ჩავისვავდით, ჩამოვიყვანდით, იქ ხეშეკულებას უდევდით, ერთჯერად ხეშეკულებას გადარიცხვასთან დაკავშირებით, რომ სერვისები მიეღოთ მათ უფასოდ და რაღაცა და ნუ აი ამ ხრივ ვიყავით ჩართულები. 2008 წლის მერე 2011 წლამდე არც ერთი პაციენტი აღარ გამოსულა სამკურნალოდ ოკუპირებული ცხინვალიდან. 2011-ში უკვე იყო 20 პაციენტი გადმოვიდა და ამაში ჩართული იყო უკვე წითელი ჯვარი ევაკუაციის მხრივ. გადაუდებელი შემთხვევები გადმოყავდა წითელ ჯვარს, რომელიც მიკავშირდებოდა მე ჯანდაცვის სამინისტროს რომ რეანიმობილი გაეგზავნა გადაუდებელ პაციენტებთან დაკავშირებით. და აი ესეთი სქემით გადმოყავდა და იმატა და 2016-ში თუ 17-ში უკვე 700-მდე პაციენტი იყო, ნუ ეს აღრიცხული მაქვს გადმოსული და უკვე იმის მერე შეზღუდვეს გეგმიური პაციენტების გადმოყვანა ცხინვალიდან. ანუ აღარ უშვებდნენ ისეთ გეგმიურ გადაუდებელი მწვავე შემთხვევები, ემერჯენსიებისაც ესაჭიროება. ესეთი პაციენტების ნებართვას აძლევენ გადმოყვანის და დაახლოებით 300-დან 400 ფარგლებში გადმოდის ყოველწელს ეს პაციენტები სამკურნალოდ. ჩვენ აქ პლუს კიდევ ადმინისტრაციას გვაქვს ბინა, ასე ვთქვათ, ნაქირავები, სასტუმროს ტიპის, სადაც ხდება მათი განთავსება, მათი წარმომადგენლების, ანუ ოჯახის წევრი მოყვება
ზოგს და ის პაციენტი რეანიმაციაში წერს გადაუდებელი იქ რომ გაჩერდეს სადმე სასტუმრო ძვირი რაღაც. აი ეს ხელშეწყობა გვაქვს და ეს რა თქმა უნდა დადებითად მუშაობს ძალიან კარგად. შერიგების ურთიერთობის აღდგენის გაცნობის ასე ვთქვათ ქართული საზოგადოების იმიტომ რომ კონტაქტები აღარ არის ხო მოგეხსენებათ თან ბევრი რომ გადმოდის ახლა ბევრს ხვდები მოდიან ჩემთან პირადად საუბრობენ ახლა ტელეფონზე სულ კონტაქტი მაქვს აქ თქონდეს სრული რომ შეიძლება რომ ბინაში და უშუალოდ თქვენს სასტუმროში არ დავრჩე და ნათესავებთან წავალ არ მინახია წლებია და კი გაცოდა სინაცადი დავალდებულო არ არის აქ ჩემ ბინაში იყოთ მე გთავაზობ და თუ გნებავთ სხვაგან წაბრძანდით და რაღაცა და ანუ ეს ხალხი აქეთ ურებ რომ გადმოდის და პაციენტს მოყვებიან, პაციენტი კლინიკაში მკვდრდალოს მის თანხლები პირები, ნათესავებს დახულობენ და აქვთ ეს ურთიერთობები ჩვენ საზოგადოებასთან და ეს ძალიან კარგად მუშაობს ამ ხრი. ჩვენი და მე მადლობა მინდა კიდევ უთხრა ჩვენს მედპერსონალს. მართლაც აი ვაშკაცურად და ისეთი კარგად ასე ვთქვათ აქცევენ ყურადღებას ამ ოკუპირებული პაციენტებს, გადმოსულებს რა. დიახ. მადლობა ბატონ თამაზ საინტერესოა ყველაფრის მოსმენა და მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებამ იცოდეს ამ პერიოდში რაები მოხდა. მე მაქვს რამდენიმე კითხვა. თქვენი თანამშრომლების რაოდენობა რა იყო მაშინ, რამდენი თანამშრომელი იყო და ეს თანამშრომლები ადგილობრივები იყვნენ, მათი ოჯახის წევრები, როგორ იყვნენ გაფრთხილებული, საერთოდ იყვნენ თუ არა გაფრთხილებული ან მათი ოჯახის წევრებმა ხო არ დაკარგეს ხო არ გარდაიცვალა ვინმე ან ხო არ ჩარჩა ვერ მოასწრო გამოსვლა ეს ერთი კითხვა მაქვს მეორე მაინტერესებს თქვენს კოლეგებთან იქით ამ მხარეს თუ გაქვთ ურთიერთობა და როგორც ხვდები იმათმა უფრო ადრე იცოდნენ და ევაკუაცია იმათმა უფრო ადრე დაიწყეს და ქონდათ თუ არა კონტაქტი თქვენთან იმათ იქით ამ მხრიდან რომ ჩვენთან ესეთი რაღაცა ხდება და რაღაცა ხო არ გაუზიარებიათ მსგავსი ინფორმაცია. ეს ბატონ ალექსანდრემ დასვა ის კითხვა რომელიც მე სამე კითხვა მქონდა. მადლობა. რაც შეეხება თანამშრომლებს 400-მდე თანამშრომელი იყო ზუსტად ხაჯანდაცოს ხელმძღვანელობით და ახლა კადრები ის არის უფრო იმ პერიოდში მაგას შემიძლია მე გავიგო გეტყვით 400-მდე თანამშრომელი იყო და ძირითადად 90% იყო ადგილობრივი. ან ადგილობრივი როგორ? ან პირველი დევნილი, რომელიც ცხინვალი დაიკარგა 90-იან წლებში და ის პირველი დევნილები, რომლებიც ზოგი გორში ცხოვრობდა და ზოგი თბილისში, ან ის ხალხი დაბრუნდა და აი ქურთაში დაიწყეს სამსახური ზოგი მინისტრის პოზიციაზე, ზოგი მოადგილის და სხვა ასე ვთქვათ თანამდებობას და ძირითადად იყვნენ ადგილობრივები. როგორც მე მახსენდება მათი ოჯახის წევრები არ გარდაცვლილებიდან ესეთ რაღაცა ვერ ვიხსენებ. და 2009 წელს უკვე მოხდა დიდი რეორგანიზაცია, აქეთ რო გადმოვიდნენ და სხვათა შორის მეც მქონდა დიდი პრეტენზია იმისი რომ ეს ხალხი დევნილი ხალხია და კიდევ რეორგანიზაცია და სამსახურიდან უშვებთ სახლები არ აქვთ. ეს იყო სიმართლე გითხრათ მეორე ასე ვთქვათ ამ ხალხის ხო განადგურებასავით ხო სამსახურის დღეს და მით უმეტეს გინა დღეს და გინა მაშინ ადამიანს სამსახურს დაკარგავს ეს რთული და ცუდია და სამსახურს მოხდა მათ შემცირება ბევრი ეს რეორგანიზაცია სამინისტროდან მოდიოდა და საიდან იყო ხელმძღვანელი ვისგან იღებდა დირექტივებს ეს პირადად იტყვის ალბათ მე ხლა ამაზე არც მიკითხია და ვერც ვკითხავდი რეორგანიზაცია ხელმძღვანელში ბატონ დიმიტრი სანამოკოევს გულისხმობთ კი ხო იმიტომ რომ მე პირადად შევედი სიმართლე გითხრათ ახლა თავის ხება არ გამომივიდეს ის რაც არის სიმართლეს ვამბობ შევედი მე ვთქვი თუ ესეთი ორგანიზაცია მიდის მე თბილისელი ვარ კაცო დევნილი არა ვარ და მე წავალ მაშინ ამ პოზიციიდან და დევნილების თემა მაინც მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამსახურში თქვა ჩემი აზრია თქვი ეს რა თქმა უნდა უარი მივიღე აქ მე ჩემი შეთავაზებით ადამიანყოფილი ასე ვთქვა სიტყვერად უთხარი ან მაშინ მეთქი შევინარჩუნოთ ეს კონტინგენტი წოდოა ეს ხალხი ეს აზრი ყოველთვის ჰქონდა მაშინაც და ის მაგრამ მოხდა ესე რაც მოხდა შემცირდეს არ გაითვალისწინეს ეს ხო არა რა თქმა უნდა დაახლოებით 300-მდე თანამშრომელი შემცირდა
კარგი, თუ ბატონო პაატა თქვენ ხომ არ გსურთ კითხვის დასმა, ბატონი გურამი და ბატონო სოზარ თქვენ ბატონი გურამი, ბატონი სოზარი და შემდეგ აღარ მოგაცდეთ. თქვენ 2004-დან თქვით ხომ მუშაობთ? 7-დან, 2007-დან. მაგ დროს უკვე ახალგორის რაიონი უკვე გამოყოფილი იყო და მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან. კი, და იყო დაგვიქვემდებარეს ბატონო გურამ ადმინისტრაციას. თქვენ რომ მიხარით უკვე იყო განხორციელებული. კი. და აი რა პოზიცია გქონდათ ამასთან დაკავშირებით? ან თქვენამდე რო იყო ხო არ მოგიკითხავთ რომ რამდენად მიესალმებოდნენ ამ ფაქტს რომ მცხეთა-მთიანეთიდან გამოყვება ის დაუქვემდებარეს და ან საერთოდ რა მიდგომები იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ამას მე სამწუხაროდ რა შედეგებიც მოყვა ჩვენ ნახეთ რომ სამწუხაროდ მოხდა ზუსტად იმ მოცემულობაში რაც 2008 წლის ომის შედეგებმა მოგვიტანა. ეს ერთი კითხვა და მეორე თქვენ თქვით აღარ გაგაჩერეთ უბრალოდ 7-8 აგვისტოს მოვლენები 7-ში თქვით რომ პრინციპში არაფერი ისეთი არ ხდებოდა. ანუ 8 აგვისტოდან თქვენ სამსახურშიც კი იყავით. ანუ ესეთი მასობრივი სამხედრო ოპერაციები არ იყო. 8-ში დაიწყო უკვე მერე შუადღის შემდგომ მიხვდით რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები იყო და ანუ 7-ში რეალურად არაფერი ისეთი არ ხდებოდა, იმიტომ რომ ეს ხშირად არის ხოლმე კამათის საგანი, თქვათ იქ 7-ში მოხდა თუ 8-ში მოხდა რეალურად დაწყება ამ სამხედრო ოპერაციების. აი მეორე კითხვა ეგ იქნება. კი ბატონო. მადლობთ. რაც შეეხება ახალგორის ასე ვთქვათ ადმინისტრაციულ ერთეულში გაერთიანებას სიმართლე გითხრათ, მე კითხვა არ გამჩენია სამწუხაროდ არც მიფიქრია, რაც სიმართლე იმას ვამბობ. უბრალოდ ადგილობრივებს რა რეაგირება ქონდათ, ესეც არ მიგზნია, იმიტომ რომ იქაც ჩავდიოდი ჰუმანიტარული ტვირთი ჩამქონდა, აქციებს ვატარებდით, ექიმები ჩამყავდა და ნუ ძალიან ისეთი პირიქით მაყოფილები იყვნენ, ესაჭიროებათ სამედიცინო სერვისები რო ჭირდებოდათ, ეგენიც იღებდნენ ჩვეულებრივ, იმიტომ რომ ოლქის ტერიტორია. ხო არ იცით, ვისი გადაწყვეტილება იყო ესო, რაღაც ხო არ გქონდათ საუბარი მაგას? არა, არც ვერ გეტყვით. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ როცა შეიქმნა ადმინისტრაცია, მაშინ და ესეთ სახელწოდები ყოფილი სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ერთეულის ადმინისტრაცია, თუ რაღაც ესეთი დიდი განმარტება აქვს. სიტყვები ცოტა ისეა. და რომ ეს რო შეიქმნა, ალბათ ყოფილი სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქი და მიიყვნენ და მიაყოლეს ეს ახალგორიც ბუნებრივია, ალბათ ესე გადაწყვიტა მაშინდელმა ხელისუფლებამ. მათმა დაარქვეს ეს სახელი, ასე ვთქვათ, გამოყვეს ყოფილი ავტონომიური ოლქის. თუმცა ზუსტად გამსახურდიო დროს ეს გაუქმდა ოლქი და იყო გადანაწილებული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა რეგიონებს გაანაწილეს. მეორე კითხვა იყო ხო, ნუ 7-ის თემა და ეს ზურის თემა, რაც გითხარით, ფაქტია, რომ ფიზიკურად ვერ გადავიდოდი 8-ში უკან, რომ ყოფილიყო ესეთი მასიური დაბომბები და ესეთი გართულებული სიტუაცია, იმიტომ რომ 8-ში ქურთაში თამარაშეში ჩავედი, ჩვეულებრივ ხალხი ადგილზე იყო, არანაირი არავინ ქვედანაყოფები არ იყო, არც რუსული და არც ჩვენი ტექნიკაც არ იყო იქ. და უკვე 8-ში საღამოს გაძლიერდა უკვე ეს უკვე რომ გადმოსული ვიყავი და გააქტიურდა ეს საათობრივად გართულდა ეს მდგომარეობა უკვე. ამწუხაროდ ესე იყო. პრინციპში ბატონმა გურამმა რაც თქვენ მოვიკითხავს გავაგრძელებ. თქვენც ახსენეთ და კარგად ვიცით რომ გააუქმა მაშინდელმა პირველმა პარლამენტმა საავტონომიური ოლქი და შესაბამისად ის რაიონებიც რაც იყო თქვა ჯავის რაიონი, ზნაურის რაიონი, ცხინვალის რაიონი რაღაცნაირად გადანაწილდა, საზღვრები შეიცვალა, ზოგი გორის ნაწილი გახდა, ზოგი თქვათ იქით ხაშურის, ქარელის და ასე შემდეგ. პრაქტიკულად 2006 წელს სააკაშვილმა ყოფილი კი დაარქვა, მაგრამ მოახდინა აღდგენა იმ საზღვრების, რაშიც ავტონომიური ოლქი ფუნქციონირებდა. ის სამი რაიონი გაყოფილი იყო, მეოთხე ახალგორი შედიოდა მცხეთა-მთიანეთის ადმინისტრაციაში, აქედან გამოიყვანა და შეიყვანა ისევ აი ამ აღდგენილ ოლქში. პრაქტიკულად ამით, რა ვიცი, ესეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მოხაზა ის საზღვარი, სადაც შემდეგ უნდა დამდგარიყო საოკუპაციო ჯარი. ეხლა იმას კი არ ვამბობ, რომ თქვათ, ეს რო არ მომხდარიყო და 2008 წლის ომი თუ მაინც მოხდებოდა,
იმავე საზღვრებს არ ხაზავდნენ, მაგრამ რეალურად მოახდინა აი ამის ლეგიტიმაციასავით რაღაცა თითქოს დამატებითი საბუთი მისცა ხელში. მე ესე მეჩვენება და თქვენგან როგორ ჩანს, თქვენი იგივე ადმინისტრაციის თვალსაჩინო როგორ ჩანდა ეს? გეთანხმებით ბატონო სოზარ, აი რასაც თქვენ საუბრობთ, ერთი გადმოსახედიდან ერთ სფეროში მოაქცია და ოკუპაცია რომ მოხდა, გაუმარტივდათ ამ ასე ვთქვათ, ამ ოკუპაცია ამ ტერიტორიის და გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივის თუ ახლა ოკუპაცია საკითხი დადგებოდა და გინდაც ეს ყოფილი სამხედრო ატომური ოლქი არ დაერქმივა და იქ საომარი მოქმედებები დაიწყებოდა, ბუნებრივია ის საოკუპაციო რეჟიმი ჩემი აზრით იგივეს განახორციელებდა, როგორც დღეს იძახიან, ახლა ნუ ახლა იგივე უბრალოდ რაღაცა იურიდიულად მაინც ის მისცა რაღაცა და მეტი ლეგიტიმაცია მისცა თითქოს ამ ოკუპაციას რა, საბუთი. უბრალოდ აი მაგალითად ჟენევის ფორმატში შეხვედრებზე როცა ვართ, ანუ ესეთი საკითხი რო დგება შესრულება და უშუალოდ მედვედევის სარკოზის რუსების მიერ რომ ეს შესრულდეს ეს მათი ხელმოწერა დოკუმენტის. ყოველთვის აქვთ ეს საუბარი მათ, რომ ჩვენ ვართ საქართველოს ტერიტორიაზე არ ვართ, ჩვენ ვართ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ანუ სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ვდგავართ. ეს არის რა. მადლობა წევრებს თუ აქვთ დამატებითი კითხვები. თუ არ არის შეკითხვები, ბატონო თამაზ, ჩვენ თხოვნა იქნებოდა რომ ეს სტატისტიკური ინფორმაცია დაღუპულების, დახვრეტილების, ვინც იქ ჩარჩა, იმიტომ რომ არ არსებობდა არავითარი ინსტრუქცია, არავინ არავის არ უთხრა ოფიციალურად, რომ საფრთხეა. და ადამიანები, მათ შორის მინისტრებიც კი, როგორც თქვენ ბრძანდებოდით, აბსოლუტურად ბედის ანაბარად იყვნენ მიტოვებულები. ეს დაღუპულთა სტატისტიკა რომ მოგვაწოდოთ, ვინაიდან ბრძანეთ რომ ეს გაქვთ ადმინისტრაციაში ოფიციალურად დაცული და ასევე აგვისტოს ომამდე და აგვისტოს ომის შემდეგ მოცემულ არეალში, რომელიც თქვენ ადმინისტრაციის ფარგლებში გექვემდებარებათ, ამ არეალში დანაკარგების შესახებ, მათ შორის სოფლების რაოდენობა. და თუ გაქვთ ინფორმაცია ქონებრივ დანაკარგებზეც, ყველანაირი სტატისტიკა იქნებ წარმოადგინოთ. თუ არა გაქვთ, გასაგებია რომ არ არის დაცული. უბრალოდ ქონებაში შედის უძრავი ქონება, სახლები დაკარგეს და ანუ ეს განადგურდა. კი ბატონო. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ. ნახვამდის. მადლობა. უკაცრავად მეილს თქო ქალბატონო. დიახ, სამდივნოს და კომისიას აქვს თავისი ოფიციალური იმეილიც გამოქვეყნებულია და კი ბატონო. მეილი მისაღებია. მადლობა. ჩვენ ვაგრძელებთ სხდომას, დღევანდელი ბოლოს სტუმარია დაბარებული და სამდივნოს თხოვში ამოწმოს უკვე მობრძანდა თუ არა, ეს გახლავთ ბატონი ზურაბ ნოღაიდელი. ბატონი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს, მატყობინებენ რომ მობრძანდა, ვთხოვეთ ბატონ ზურაბს რომ შემობრძანდეს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო შემდეგ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩვენ დაგვაინტერესებს ბატონი ზურაბისგან როგორც ფინანსთა მინისტრის პოზიციაზე ყოფნის პერიოდი, ასევე პრემიერ-მინისტრობის პერიოდი. მოგესალმებით ბატონო ზურაბ, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. პროცედურა არის ასეთი და გაგაფრთხილებთ, რომ კითხვებზე თავის არიდების პასუხისგან, თავის შეკავების თუ თავის არიდების შემთხვევაში არის გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე განზრახ ცრუ ახსნა განმარტების მოცემისთვის და იმის დასტურად, რომ მე ეს ყველაფერი აგიხსენით და თქვენ ეს ყველაფერი მოისმინეთ, გთხოვთ თქვენს წინ მდებარე დოკუმენტს მოაწეროთ ხელი. ასევე მცირე შესავალს გავაკეთებ და თქვენ შემდეგ უკვე თქვენი გამოსვლისას
თუ კი რაიმე ცდომილებას დავუშვებ შემისწორეთ, ბატონი ზურაბ ნოღაიდელი ბრძანდებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2003-2005 წლებში 2003-2004 წლებში და შემდგომ უკვე 2008 წლამდე იკავებდა 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით იკავებდით საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას, ხომ ასეა? თქვენ ჩართავთ მიკროფონს, რომ აინთება, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ხმა ისმის. ის კი 2007 წლის ნოემბრის პერიოდამდე ბრძანდებოდით საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ბანო ზურაბ, კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენი კომისია იცით რა მიზნებისთვის არის შექმნილი, ვის და თქვენ არ გასწავლით, როგორ ფუნქციონირებს ასეთი ტიპის სახელმწიფო ორგანოები. ამიტომ გადავალ პირდაპირ საქმეზე. თქვენი საქმიანობის ორივე პერიოდი გვაინტერესებს. ჩვენ ვცდილობთ და ეს განზრახ ვიყენებ ამ სიტყვას, ვცდილობთ პირველი დღეა რაც დავიწყეთ ოკუპირებულ ტერიტორიების საკითხზე მუშაობა, გამოვიკვლიოთ რამ მიიყვანა ჩვენი ქვეყანა აგვისტოს ომამდე. რუსეთის მხრიდან ქმედებები, თავდასხმები, ოკუპაცია, ეს გასაგებია. ჩვენ ყველა ვინც ამ მაგიდის გარშემო ვართ, მათ შორის ჩემი ჩათვლით, ვართ ის თაობა, ვინც 90-იანი წლების შვილები ვართ და ვიცით ეს ყველაფერი. ასევე ვიცით რა ურთიერთობებია საქართველოს რუსეთს შორის უკვე დიდი ხანია და რომ საქართველო არის დღესაც ოკუპირებული. მაგრამ სწავლობთ რა ჩვენ 2003-2012 წლის პერიოდებს გვაინტერესებს ფინანსთა მინისტრობის პერიოდში. რა ნაბიჯები იდგმებოდა იმისთვის, რომ კომპეტენციის ფარგლებში, ვთქვათ, თავიდან აგვეცილებინა ხელშეშლა იმ სამეგობრო, მეზობლური თუ ასე ვთქვათ, შერიგების პოლიტიკისთვის, იმიტომ რომ 90-იანი წლების შემდეგ, უფრო ახალგაზრდებისთვის ვსაუბრობ ამჟამად, გამყოფი ხაზები უკვე გაჩნდა, ოკუპაცია დაიწყო და მეორე მხარეს აღმოჩნდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, მეზობლები და ხალხებს შორის და ოჯახებს შორისაც კი ურთიერთობები გაძნელდა. თუმცა იყო მაინც ინიციატივები, რომელიც ადამიანებს შორის და თანამოქალაქეებს შორის ურთიერთობებს ხელს უწყობდა და ერთ-ერთ ასეთ ადგილად თუ ბრჭყალებში პროექტად მიიჩნეოდა ერგნეთის ბაზრობა. მე ასეთი წარმოდგენა მაქვს და თქვენ რო გვიპასუხებთ ან დაარღვევთ ამ წარმოდგენას და იტყვით რომ ეს თუ წარმოდგენაო, მეტყვით და ამიხსნით რატომ? ან იტყვით რომ კი ეს ასე იყო რომ ჩემ კომპეტენციას მეტნაკლებად ეს ბაზრობა ეხებოდა, რა იყო ავკარგიანობა ამისა და იყო თუ არა უფრო მეტი სასწორზე ამ ერგნეთის ბაზრობის შეფასებისას ის უფრო მეც იწონიდა რომ რაღაც როლს ასრულებდა დაახლოებაში და ვთქვათ იმ დარღვევების აღმოფხვრა უფრო კარგი აზრი იყო ვიდრე მთლიანად გაუქმება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, ჩვენ ფიქრობთ, რომ 2004, 5 და 6 წლები, რომლებიც ზოგიერთი ემთხვევა თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პროცესების აღსაწერად თუ გასაანალიზებლად, რამაც მიგვიყვანა აგვისტოს ომამდე. თქვენი ზოგიერთი მინისტრის განცხადება, ქმედებები, გადაწყვეტილებები განაპირობებდა ხშირად იმას, რომ რეალურად სამშვიდობო ინიციატივებს ადგილი აღარ რჩებოდა. სწორი წარმოდგენა მაქვს თუ არასწორი წარმოდგენა მაქვს.
ეს ძალიან ზოგადი მონახაზია, გნებავთ კონკრეტულ შეკითხვებად ჩათვალეთ უფრო, გნებავთ ზოგად მონახაზად, რის ფარგლებშიც ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენ გაგვესაუბროთ თავისუფალი თხრობის რეჟიმში, რასაც ჩათვლით საჭიროდ, რომ მოგცეთ მეტი ინფორმაცია. გითხარით, ალბათ 15 წუთი საკმარისი იქნება, თუ დაგჭირდებათ 20-იც და შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავიდეთ და ჩემი თხოვნა იქნებოდა, რომ 4 საათზე მაქსიმუმ აქედან 1 საათში ჩვენი ხდომა დავასრულოთ და შევეცადოთ, რომ უკვე დახურულად გამოვაცხადოთ. გთხოვთ ბატონო ზურა. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ერგენეთის ბაზრობით დავიწყებ. კი, ერგენეთის ბაზრობას ჰქონდა გარკვეულწილად თავისი მნიშვნელობა შეიძლება ადამიანების დაახლოებაში რეგიონში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხვრელი იყო საქართველოს საბიუჯეტო შემოსავლებისთვის. ერგენეთის ბაზრობა შესაბამისად იყო ფაქტიურად იყო კონტრაბანდის წყარო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ანუ ერგენეთის ბაზრობაზე თუ ვილაპარაკებთ მის გაუქმება დახურვაში, მთავარი პასუხისმგებელი პირი მე ვარ, აგერ ვარ. ამ ბაზრობის დახურვის მთავარი პასუხისმგებელი პირი. იმიტომ რომ ეს ფინანსთა მინისტრობის დროინდელ გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ქვეყანა ვერავითარ შემთხვევაში სახელმწიფო ვერ შედგება, სადაც იქნება კონტრაბანდა ფაქტიურად ხელშეწყობილი თვალდახუჭული სახელმწიფოს მიერ. და ეს გადაწყვეტილება, ისე როგორც რამოდენიმე სხვა გადაწყვეტილება იყო ჩემი მინისტრობის პირველ დღეებში მიღებული ფაქტიურად და ნუ შემდეგ შესაბამისად განხორციელებულიც კიდეც. სრულიად და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ახლაც ვარ დარწმუნებული, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო და უფრო მეტიც ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ აი ამ მოქმედებებს ან ვთქვათ აი თუნდაც შემდგომ განცხადებებს, რასაც თქვენ გაუსვით ხაზი, პირდაპირ უშუალოდ 2008 წლამდე ჩვენ არ მივუყვანებართ. მაგრამ ერგენეთის ბაზრობასთან დაკავშირებით გავაგრძელებ მაინც ლაპარაკს და მე იმას მიუბრუნდები, რაც მკითხეთ, რომ შემდეგ ბუნებრივია თქვენ შეიძლება იცით, მეც ხინვალში ვარ ნამყოფი ომის მერეც შესაბამისად ურთიერთობა რეგიონთან, ხალხთან მაქვს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე შეიძლება ითქვას ინტენსიური და ამ თვალსა და ამის გარდა როგორც ფინანსთა მინისტროს ჩვენ მქონდა საშეფო სკოლა ახალგორის რაიონში, სკოლა ინტერნატი და ზნაურის რაიონის გარდა ყველა რაიონში ვარ, მოკლედ საბოლოო ჯამში ნამყოფი რეგიონში სხვადასხვა დროს და ამიტომ სრულიად და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერგენეთის ბაზრობის დახურვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო საქართველოს სახელმწიფოს წინსვლისთვის, თქვათ, ვიდრე იქ არსებული პროცესი, მართლაც ურთიერთობის პროცესი, ურთიერთობა იყო და ყველაფერი. შეიძლება სხვა პრობლემა, რომ ამ ერგენეთის ბაზრობის დახურვას არ მოყვა სხვა პარალელური, თქვათ, ადგილის აღმოჩენა და გამოჩენა იმისთვის, რომ ვთქვათ, აი ეს პროცესი, ადამიანებს შორის ურთიერთობის პროცესი გაგრძელებულიყო. თუ ერგენეთის ბაზრობაზე გინდათ რამე მკითხოთ, ჯერ დავამთავრო ყველაფერი ერთად. ჩაგეკითხებით, თუ შეიძლება. თქვენ ბრძანდებოდით ფინანსთა მინისტრი და რასაკვირველია, მით უმეტეს დღეს ვერავინ ვერ შევა იმის მიზანშეწონილობის საფუძვლიან განხილვაში მოცემულ კონკრეტულ მომენტში მოცემულმა მინისტრმა რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება, მით უმეტეს რომ თქვენ გაქვთ თქვენი არგუმენტები, შავი ხვრელი ბიუჯეტისთვის, სახელმწიფოსთვის საფრთხე, კრიმინალი და ასე შემდეგ. მაგრამ პასუხის თქვენ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეთ და პასუხის ბოლოს თქვენ მებრძანეთ, რომ თუ ასეთ რაღაცას აუქმებდით, არავის არ აქვს და ვერ ექნება თვითმიზანი, რომ მაინდა-მაინც ერგნეთში ის ბაზრობა უნდა ყოფილიყო და ყოფილიყო, მაგრამ როდესაც არსებობს ადგილი, სადაც მოქალაქეები ერთმანეთს ხვდებიან, კონფლიქტური ვითარება დიდი ხანია რეგიონში, ჩვენი ქვეყნის ამ რეგიონში,
ურთიერთობები, კომერციული ვაჭრობა, მეზობლური თან ყველამ ვიცით ხომ და თქვენც ბრძანეთ რომ ხალხთან ურთიერთობაში ყველამ ხედავთ და ხედავდით რომ ცხინვალის რეგიონი ის რეგიონია სადაც გამორჩეულად ბევრი იყო შერეული ოჯახები შესაბამისად იყო ადგილი სადაც ეს ხალხი ოჯახები კი არა ერთ მაგალითი მინდა მოგიყვეთ მე რომ არ დამავიწყდეს ამასობაში პატარები აღარ ვართ და აი ცხინვალში ყოფნის დროს კოკოითან მქონდა შეხვედრა 2010 წელზე ვსაუბრობ და შემდეგ ქალბატონებს შევხვდი შეხვედრაზე მხოლოდ ერთმა პატარა გოგომ 17 წლის გოგომ არ იცოდა ქართული შეხვედრაზე იყო დაახლოებით 30 ქალბატონი დიახ ახლა არ მიკითხავს ახლა მაგათ შორის რომელი იყო ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად ოსი მაგრამ საუბარში მათთან ჩვენ ვიჯექით ცხინვალში 2010 წელია და ერთმანეთში ქართულად ვისაუბრეთ აი ამ პატარა გოგონას გარდა რომელმაც ქართული კი ბატონო ეს ვიცით გვახსოვს და შეიძლება ახალგაზრდა თაობამ ეს არ იცოდეს და მადლობა რომ დააზუსტეთ რომ შერეული ოჯახების და ესეთი მჭიდრო ასე ვთქვათ შერწყმით გარდა აბსოლუტურად ქართულად ზოგჯერ ჩვენზე უკეთესადაც კი საუბრობდნენ კი ბატონო რატომ არა ეს იყო ჩემი შეკითხვა გავაუქმეთ როგორ ჩავიხრელი რატომ არ შეიქმნა მის ნაცვლად რაღაც ადგილები ან პროექტები ან სტრუქტურები რომელიც ვთქვათ უკეთესად ჩაანაცვლებდა ამ ურთიერთგაცვლის და ურთიერთობის პროცესს ბატონ სოზარს იმავე თემაზე დავაზუსტებ კიდე ეხლა კარგად მახსოვს მართლა რამხელა კონტრაბანდა და შავი ხრელი იყო იქ ყველაფერი და ნამყოფიც არაერთხელ ვარ მაგრამ რატომ არ შეიძლებოდა თუნდაც ან ალტერნატივაზე ქალბატონმა თემ დასვაკითხო და აი იმის მოწესრიგება რა იქ ხო შეიძლება ორივე მხარის ინტერესში ყოფილიყო რომ მოწესრიგებულიყო აღრიცხვიანობა ყოფილიყო და უკვე ინფრასტრუქტურა არსებობდა ყველაფერი არსებობდა იცუმეთეს დღეს გამარჯობათ მოგესალმებით ბატონ ზურაბ დღეს ჩვენ ჩართვაზე ყავდა ბატონ მიხეილ ქარელი და თავად მაშინ ხელისუფლებაშიც განიხილებოდა რომ მოდი იქნებ შევძლოთ და ჩვენ ეს მოვაქციოთ რაღაცა ფორმაში თუ იქ კრიმინალია შესაბამის მოუწყებამ კრიმინალს მიხედოს და მესმის რომ იქ რთულია რაღაცა სამართლებრივი დოკუმენტების შექმნა მაგრამ ეს მე როგორც ვიცი აღარც განხილულა თვითონ ერგნეთის ადგილას მეკითხებით თუ საერთოდ არა ერგნეთის საკითხი აღარც განხილულა ერგნეთის საკითხი დარწმუნებული ვარ არც უნდა განხილულიყო ისე როგორც თქვათ ეს იყო ერთადერთი საკითხი რაც ჩვენ მქონდა განხილვაში ოღონდ რუსებთან პირდაპირ რომ ჩვენ მქონოდა საშუალება საბაჟო გამშვები პუნქტი ყოფილიყო საზღვარზე და ნუ შესაბამისად ჩვენ ამის შესაძლებლობა ვერ მოვიპოვეთ ამაზე საუბარი მიდიოდა მუდმივად ჩემ ფინანსთა მინისტრობის დროს და შემდეგ პრემიერ-მინისტრობის დროსაც მათ შორის რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მომენტში და ნუ მოკლედ საბოლოო ჯამში ეს საკითხი არ მოგვარდა ვერ მოგვარდა ეს საკითხი და ნუ სხვანაირად ოშტრაში ჩემი შეხედულებით სხვაგვარად ერგნეთსებს საუბრობ ახლა ამ შემთხვევაში და არა იმაზე რაც ქალბატონმა თეამ თქვა რომ ამის ალტერნატივები ჩამოყალიბებულიყო სხვა ადგილას ეს ჩემი პირადი შეხედულებით აი თვითონ ერგნეთის ბაზრობის ხელახლა შექმნა ან მის ადგილას რაღაც გაუმჯობესებული სქემის ამოქმედება ჩვენ ორგანიზაციულად ამის გაკეთება არ შეგვეძლო ამის გაკონტროლება ჩვენსგან იყო სრულიად შეუძლებელი ამ შემთხვევაში ვსაუბრობ ჩვენს ეკონომიკურ, ფინანსურ და ამ დაგვარ ბერკეტებზე შესაბამისად ახლა ამაში ვარ დარწმუნებული, მაგრამ ქალბატონ თეას ვეთანხმები, რომ ალტერნატიული ურთიერთობების მექანიზმები უნდა ჩამოყალიბებულიყო, თქვენ თქვით ministrების განცხადებაზე ministrები სხვადასხვაგვარი იყო ministri იყო ისეთებიც რომლებიც კვეთრ განცხადებებს აკეთებდნენ მაგრამ ისეთებიც იყო რომლებიც მუშაობდნენ იმაზე რომ შესაბამისად ეს პროცესი ყოფილიყო მაგრამ ფაქტია რომ ეს
არ გამოვიდა. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ 2008 წლის ომის წინაპირობა არც ერთი ეს განცხადება ჩემი აზრით არ ყოფილა. 2008 წლის ომის დაწყება არანაირ ლოგიკას ჩემთვის არ თვითონ ომი არანაირ ლოგიკას ჩემთვის არ ექვემდებარება. ცალკე განცხადება ვერ იქნება ომის წინაპირობა, მაგრამ ჩვენ შევაფასებთ, შევეცდებით შევაფასოთ 2004-2008 წლები და არა მხოლოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები და მთლიანობაში დავინახოთ სურათი. შეიძლებოდა თუ არა, ვიცით რა ვინ ყავს ჩრდილოეთიდან მეზობელი, ვიცით რა როგორ ასე ვთქვათ, გვპირდებოდნენ და მე არასდროს აღარ გაგვიღეს ნატოს კარი და კიდევ ვიცით ბევრი რაღაცები, რა უნდა გაგვეკეთებინა და გავაკეთეთ თუ არა ყველაფერი ის, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა. მაგალითისთვის უკეთესად დაგვეცვა მოსახლეობა, რომელიც დღეს მთელი დღე ამას ადასტურებდა თქვენს წინ ყველა მოწვეული პირი არ გამოიყვანეს. ბატონო პაატა. ბატონო ზურაბ მოვისალმებით კიდევ ერთხელ. ერგნეთის ბაზრობასთან მოტივაცია დახურვის იყო კონტრაბანდის აღკვეთა და იქ კრიმინალური მოქმედებების აღკვეთა და არსებობს გარკვეული მონაცემები საერთაშორისო დამკვირვებლების მათ შორის, რომელიც სხვადასხვა ანგარიშებში ასახული, რომ კონტრაბანდას სამან მაინც ვერ უშველა და მაინც იყო გარკვეულწილად ქართველოს მოვაჭრეებს შორის რაღაც შეთანხმებები, იქ მანდარინი გადიოდა რუსეთის ტერიტორიაზე, გადიოდა სიგარეტი შემოდიოდა და კონტრაბანდული სიგარეტი შემოდიოდა და ასე შემდეგ. ანუ რამდენად მივახციეთ თუნდაც ამ მიზანს თქვენი შეფასებით, რომ სრულად აღკვეთა კონტრაბანდა ერგნეთის ბაზრის დახურვით და თქვენ როგორ აფასებთ, რამდენად იყო გიბრძანეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ამ ჭრილში რამდენად იყო საპირწონე იმისა, რომ ეს ადამიანური ურთიერთობები დაიკარგა ამ შემთხვევაში. ჯერ ცალკე კონტრაბანდაზე და ბიუჯეტის შემოსავლებზე ვილაპარაკებ და მე ვიუბრუნდები ამ საპირწონეს, რომ ამ საკითხს. ну ცხადია კონტრაბანდის და ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდის მიმართ მიღებული ზომები ეს ერთადერთი არ იყო და ეს იყო კომპლექსური ზომების ნაწილი. ამან რომ გაამართლა ამის მაჩვენებელი არის თუნდაც ის, რომ 2004 წლის იანვარში საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლები შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%-ს და 2004 წლის დეკემბერში 12 თვის შემდეგ უკვე 23%-ს. ერთი წლის განმავლობაში ყოველ თვე მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ით მატულობდა შემოსავლები და ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს ალბათ ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი საგადასახადო სისტემა, მაშინ შემოსავლების მიღების შესაძლებლობებმა შექმნა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს რაშიც ვეთანხმები ქალბატონ თეას კიდევ ერთხელ რომ ამის პარალელურად სხვა ზომები, სხვა ადგილები, სხვა მექანიზმები უნდა შემუშავებულიყო ამ დიალოგის გასაუმჯობესებლად და ამის ადგილის შესაძლებლობა იყო. ამის ხაზის გასმა მინდა. ეს ყველაფერი იყო შესაძლებელი, ეს დიალოგი მიდიოდა ერთხელ მზადდებოდა კიდეც ჩემი უკვე პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ცხინვალში წასვლა, დიალოგი იყო მაგალითად გოგა ხაინდრავა მოიწვევთ ალბათ მასაც მე თუ კარგად მახსოვს ცხინვალში იყო ალბათ თვეში ერთხელ ცხინვალში ხახალგორში კი არა როგორ ხო შეიძლება კიდევ უფრო ხშირადაც და შესაბამისად მათ შორის ჩემი წასვლაც მზადდებოდა და მათ შორის აი თქვენს მიერ ნახსენები განცხადებების გამო ეს შეხვედრა ვერ შედგა. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი აზრით და ესე თანმიმდევრობა ერგნეთის ბაზრობის დახურვა თანმიმდევრობას რომ მივყვეთ და შესაბამისად ამის შედეგად არსებული დიალოგის კონკრეტული ხალხი კონკრეტულ საქმებს აკეთებდა ქართველი და ოსი ერთად ცხადია ну სამწუხაროდ გამოდიოდა რომ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე და ეს დაუშვებელი იყო, მაგრამ ამის პარალელურად შეიძლება და ამის გარდა პარალელურად კი არა და ამის ნაცვლად შეიძლება და შექმნილიყო დიალოგის სხვა მექანიზმები და ну შესაბამისად შემდეგ 5-6-7 წლის განმავლობაში
გაკეთებული განცხადებები ცხადია ახლა ამ პროცესს კი არ ეხმარებოდა ამის თქმა არ მინდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელი იყო დარწმუნებული ვარ სრულად ამ დიალოგის წარმოება და ამის მაგალითი ტყუილად არ მომიყვანია მე ქალბატონებთან საუბარი ამის დიალოგის საფუძველი ქართველებს და ოსებს შორის ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება და ახლაც არის მიუხედავად რომ 2008 წელი უკვე მომხდარია და მის გარეშე კიდევ მით უფრო მეტად იქნებოდა შესაძლებელი ეს შენიშვნა რომ სხვა რამ უნდა გაკეთებულიყო ვფიქრობ სამართლიანია რატომ არ გააკეთეს ან არ გააკეთეთ თქვენი პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას რო შევახსენოთ ამ დროს ვინ იყო როდის 4-ში ფინანსთა მინისტრობის შამს ზურაბ ჟვანია იყო ზურაბ ჟვანიას ღმერთმა აცხოვნოს ვერ დავაბრალებთ იმას რომ მშვიდობა არ უნდა და ან ნოვატორული აზროვნებით არ გამოირჩეოდა ან ფანტაზია აკლდა ან სახელმწიფოებრივი მიდგომები ყოველ შემთხვევაში მე მასზე ასეთი წარმოდგენის ვრჩები რამ შეგიშალათ მაგას ვერც მე ვერ დამაბრალეთ რომ მშვიდობა ვერც თქვენ ვერ დაგაბრალებთ რა თქმა უნდა მაგრამ მით უფრო რელევანტურია მაშინ ჩემი შეკითხვა ერთის მხრივ ბიუჯეტისთვის შავი ხვრელი უქმდება თვლით რომ ალტერნატივები საჭიროა ყავთ პრემიერ-მინისტრი რომელიც უნდა ვივარაუდოთ რომ ხარს დაგიჭერდათ ან თავად ექნებოდა კიდევ უკეთესი იდეებიც ყავთ თქვენ ვიახსენეთ კოლეგა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ბატონი ხაინდრავა რომელიც ცხინვალში თითქმის რამდენიმეჯერ თვეში დადის და ერთხელ ყველა შემთხვევაში და სოხუმშიც კი ახერხებს ჩასვლას რა მოხდა ისეთი რომ ვინ შეგიშალათ ან რამ შეგიშალათ ხელი რომ ეს პროცესები ეგნეთი გავაუქმეთ კი ბატონო ჩაითვალა იმ მომენტში რომ სახელმწიფოისთვის იყო საშიში რატომ არ გავაჩინეთ ახალი ადგილები პროექტები ან ალტერნატივები რა მოხდა თუ ყველა ერთ აზრზე იყავით ესე იგი ვიღაცა იყო ან რაღაცა რასაც ყველა ერთ აზრზე ვიყავით თუ ახლა ამის თქმა შეუძლებელია მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ მოხდა ეს არ მოხდა და ეს უნდა მომხდარიყო მაგრამ ვერ გვეტყვით რატომ არ მოხდა ამის კონკრეტული მიზეზები ახლა არ ვიცი საქართველოს პრემიერ-მინისტრად რომ დაინიშნეთ თქვენს კაბინეტში დარჩნენ თუ სწორად მახსოვს ვერ დავიჟინებ და თქვენ შემისწორეთ პრაქტიკულად იგივე კაბინეტი გადაიბარეთ ხომ ასეა დიახ მცირე სახეცვლილებებიც არ იყო მხოლოდ ფინანსთა მინისტრი შეიცვალა ანუ მე თქვენს ადგილას დაინიშნა ფინანსთა მინისტრი ესე იგი ახალი პრემიერია თქვენი სახით და იგივე კაბინეტია თქვენი პრემიერ-მინისტრობისას თქვენი მინისტრი თავდაცვის ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას რომ ჩვენ ახალ წელს შევხვდებით ცხინვალში იყო თუ არა ეს თქვენთან შეთანხმებული ეს ერთი კითხვა მეორე რამდენადაც უხერხულად არ უნდა ჟღერდეს მე ბევრი წელი მინისტრად ვიმსახურე და ამიტომ უსვამ ამას ხაზს რომ რამდენადაც უხერხულად არ უნდა ჟღერდეს პოლიტიკურად ჩემი ეს შეკითხვა რამდენად როგორც პრემიერ-მინისტრს გემორჩილებოდათ მოცემული მინისტრი თქვენ ნუ მოცემული მინისტრი კონსტიტუციურადაც არ უნდა დამორჩილებოდა იმიტომ რომ კონსტიტუციური სისტემა მაშინ და დღეს განსხვავდება თქვენ კი არ გიყვებით ამას ახლა თქვენ ჩემზე უკეთესად იცით ეს სხვებმა რომ გაიგონ ალბათ ამას გადაცემა მიდისო და სულ სხვანაირი სახელმწიფო მოწყობის სისტემა იყო და შესაბამისად მე როგორც კაბინეტის ხელმძღვანელს და ჩემი საკონსტიტუციო უფლებამოსილებები იყო ეკონომიკა შესაბამისად და ნუ ამასთან დაკავშირებული სხვა სოციალური და ასე შემდეგ საკითხები. თავდაცვა, უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა იყო პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება და მას შესაბამისად თავდაცვის მინისტრის მარტო ეს კი არა არც ერთი განცხადება
ჩემთან შეთანხმებული არც უნდა ყოფილიყო, არა თუ არ იყო, არც უნდა ყოფილიყო. არც იყო და არც უნდა ყოფილიყო, თქვენ ასე თვლით. სწორედ ეს კონსტიტუციური მოდელი და მოწყობა ჩაითვალა შემდეგ, მე ვთვლი სრულიად სამართლიანად ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, როგორც სიმახინჯე და არაერთი ძალისხმევა განხორციელდა, რომელიც შემდგომ დღევანდელი კონსტიტუციის რედაქციით დასრულდა და გასწორდა ეს და ბევრი სხვა მრავალი ხარვეზი და პრობლემას. შესაბამისად, გასაგებია, რომ თქვენ არ გემორჩილებოდათ, არ გითანხმებდათ, მაგრამ ეწინააღმდეგებოდა ალბათ თქვენს მიდგომებს და რიტორიკას. თუ პრინციპში შეიძლება არ გითანხმებდათ, მაგრამ ეთანხმებოდით, ხომ? არა, ამ მიდგომებს თავისთავად ეწინააღმდეგებოდა, ეს იყო ძალიან უსარგებლო, სრულიად არასაჭირო განცხადება, ხო პირდაპირ ვთქვათ, ყველამ კარგად ვიცოდით ისედაც, რომ არანაირ ახალ წელს ცხინვალში არ შეხვდებოდა ირაკლი ოქროაშვილი და ნუ ახლა დღეს ხომ მით უმეტეს კარგად ვიცით და ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი ასეთი ეს ერთი განცხადება მოიყვანა თქვენ თორემ ახლა კრიზისი რეალურად ამ თემის ირგვლივ, ამ საკითხების ირგვლივ მუდმივად იყო საქართველოში იმ პერიოდის განმავლობაში და ასეთი არასაჭირო მოქმედებები და განცხადებები ერთი არ იყო მარტო თქვენ ერთი მოიყვანა და მრავალი იქნებოდა ამის გარდა სხვა ბევრად უფრო რთული და კრიზისული საკითხებიც კი იყო კიდეც ერთხელ კინაღამ ვიყავით კიდეც ბრძოლის ზღვარზე რიც შეჩერება ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ძლივს მოვახერხეთ და მაგრამ 2004 თუ 2006 გულისხმობთ 6 გულისხმობთ 6 გულისხმობთ 6 ზუსტად 6 იყო თორსტები ხო და ნუ შესაბამისად მე მაინც იმას მივყვები თქვენაც თავიდან მკითხეთ ეს ხო არ აღმოჩნდა შემდგომი ზოგადად 2008 წლის მოვლენების საფუძველი მაგრამ აი ამის ახსნა მინდოდა სწორედ თქვენ თვითონ მიმიყვანეთ ასე თქვა ამაზრამდე რომ აი ასეთი კრიზისები ასეთი არასაჭირო არასასარგებლო სრულიად კონტრპროდუქტიული განცხადებები მარტო ერთი არ ყოფილა სამწუხაროდ მაგრამ და ძალიან ბევრი იყო კრიზისი მაგრამ ამის მიუხედავად ყოველთვის ვახერხებდით ჩვენ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების თავიდან აცილებას რაც ასევე 2008-შიც უნდა სრულიად დარწმუნებული ვარ უნდა მომხდარიყო თქვენ კონსტიტუციურად რომ განმარტოთ არ გექვემდებარებოდნენ თავდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. ხომ ასეა? მაგრამ კონფლიქტების მოგვარების საკითხში სახელმწიფო მინისტრი თქვენ გექვემდებარებოდათ. მაშინ რატომ მოხსენით თუ ასეთი მშვიდობის ინიციატივები ქონდა წარმატებული? ის ხომ გათავისუფლდა თანამდებობიდან ბატონ გიორგი ხაინდრავაზეა საუბარი, რომელიც ითვლებოდა საზოგადოების თვალში ყოველ შემთხვევაში, რომ ის იყო წარმატებული, ჩადიოდა სოხუმში, ჩადიოდა ცხინვალში არაერთხელ, აკავშირებდა ხალხებს, მას ყავდა მოადგილე ბატონი გიორგი ვოლსკი, როდესაც ხაინდრავა მოხსნეს, რასაკვირველია ბატონი გიორგიც გათავისუფლდა. საზოგადოებამ ეს აღვიქვით, როგორც ასე ვთქვათ, უკან გადადგმული ნაბიჯი შერიგების და მშვიდობიანობის პროცესში და რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება ბატონო ზურა? ახლა ეს გადაწყვეტილება არ იყო უშუალოდ დაკავშირებული სამშვიდობო პროცესთან ან გიორგი ხაინდრავას ამ მიმართულებით მუშაობასთან არამედ ამას სხვა ვთქვათ დანარჩენ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ასე ვთქვათ სწორედ იმ დანარჩენ 4-თან ურთიერთობის საკითხების პრობლემა იყო. სულაც არ იყო სავალდებულო ამ დროს სამშვიდობო პროცესი ნორმალური მიმართულებით არ განვითარებული იყო ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში ჩემი აზრით არ არის. თუმცა ცხადია, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ შემდგომი მინისტრები გოგა ხაინდრავას ინიციატივის და შესაძლებლობების ვერ აღმოჩნდნენ. გასაგებია. ბოლო შეკითხვა მაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენთან საუბარი ამოვწურე მე, მაგრამ დრო არ გვაძლევს ბევრი საშუალებას. სხვა წევრებსაც უნდა დაუთმო დრო. თუ გქონიათ პრეზიდენტთან მე არ მინდა ვთქვა კონფლიქტური სიტუაცია მეთქი, მაგრამ
ასთა სხვადასხვაობა მაინც რომ როდესაც მისდამი დაქვემდებარებული 4 მინისტრი, 3 ალბათ იმ 4-დან ყველაზე მეტად ვერ თანხმდება იმ კაბინეტის წევრებთან, რომელიც უშუალოდ თქვენ გექვემდებარებათ. ეს ხომ თავისთავად ორ პირს შორის ქმნის რაღაცა ყოველ შემთხვევაში კონფლიქტს თუ არა დაპირისპირებას. და რომ მეტი გითხრათ ამის შესახებ, დეტალურად თუ შეძლებთ, კარგი იქნებოდა რომ სრული სურათი დავინახოთ ჩვენ და 2006 წელს ავიცილეთ დაპირისპირება ძლივსო ზღვარზე გავიარეთო ამის შესახებ კონკრეტული დეტალები რომ გვიამბოთ. მადლობა. კონფლიქტი და ასე ვთქვათ ჩხუბი ქონდა ბევრი და ბევრჯერ და ხშირად. ახლა უშუალოდ მაგ საკითხებზე არა მარტო ძირითადად მაინც ეკონომიკაზე, ფინანსებზე და ასე შემდეგ, მაგრამ პარალელურად მაგ საკითხებზეც. შეიძლება უშუალოდ ცხინვალის რეგიონს არ შეეხებოდა, მაგას არ მეკითხებით, ხო? უბრალოდ ზოგადად მეკითხებით. მაგრამ ასეთი საკითხი ბუნებრივია, ბევრი იყო. ხშირი იყო. მათ შორის ცხადია ჩვენ მქონდა კამათი აი ამ საკითხზეც, რაც თქვენ ცოტა ხნის წინ მოიყვანეთ, აი ეს განცხადებები, რომელიც სრულიად კონტრპროდუქტიული და არასაჭირო იყო, მაგრამ ამაზე უფრო სხვა მნიშვნელოვანი, ბევრად უფრო ღრმა საკითხებიც იყო. ახლა რომელი ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, არც კი ვიცი, მაგრამ აი 2006 წლის კონფლიქტზე უშუალოდ ზუსტი პერიოდი არ მახსოვს, მაგრამ აი 2006 იყო თუ მეგონი 2006 წელი იყო მაინც აი ზუსტად ოქროაშვილის გადადგომას მოხვა ეს კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში და ჩვენ ფაქტიურად უკვე ვიყავით შეარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც მოხერხდა მაშინ. როგორ მოხერხდა ამის მოგვარება, რომ გითხრათ დეტალები? ჩხუბით. ვისთან იჩხუბეთ? პრეზიდენტთან. და ჩხუბით მოგვარდა ეს ამბავი, თუ მე ალბათ ნაბიჯები გადაიგა კონკრეტულად. ჩხუბი და ხელჩართულ ბრძოლაში კი არ გადავსულვართ, მაგრამ დარწმუნებით, ასე ვთქვი. დარწმუნებით, რომ გადაეფიქრებინა, რაც ქონდა გეგმაში, მას თავის თავდაცვის მინისტრთან ერთად? ვერ გეტყვით ახლა თავდაცვის მინისტრთან ერთად რა გეგმა ჰქონდა? იმასთან არ მისაუბრია. დიახ, გასაგები. მაგრამ ხელი ააღებინეთ გარკვეულ გეგმებზე. სერიოზული, ასე ვთქვათ, მოძრაობა, სერიოზული დაძაბულობისკენ. თუმცა კიდევ ერთხელ თქვენ აღნიშნეთ, ახლა ბევრი იყო დაძაბულობები, იმდენი ამას ერთი კომისია და ერთი წერი და ერთი პარლამენტის ვადები არ იყოს შეიძლება. აქ საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვან კონფლიქტზე. ჩვენ ამ დროს ვიყავით ზღვარზე და მე იმიტომ ვადარებ ამ სიტუაციას 2008-დან, რომ იმიტომ კი არა, ასე ვთქვათ, თავი მოვიწონო, არამედ რომ ეს ყველაფერი თავიდან აცილებადი იყო და მაშინ ამის თავიდან აცილება მოხერხდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ეს კი არ მინდა რომ გამიგოთ, რომ ახლა მე ასეთი ძალიან მაგარი ბიჭი ვიყავი, ახლა ცხადია, მაგრამ იმ მომენტში მოხერხდა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება. შესაბამისად დარწმუნებულა ალბათ სოზარმაც ამის ამბების შესახებ იცის. ხომ არ ჩაერია უცხო ძალა, ვთქვათ, პარტნიორები, მოკავშირეები, თუ მხოლოდ თქვენი და ბატონი მიხეილ სააკაშვილის? არა, მე არ მგონია რომ ეს მხოლოდ ჩემიდან ვერ იქნებოდა მომსახურება მხოლოდ სრულიად დარწმუნებული ვარ რომ ეს კომპლექსური, ასე ვთქვათ, საუბრების შედეგი იყო. ჩაერია თუ არა უცხოური ძალა, ჩვენი პარტნიორები ჩაევრინენ თუ არა, არ მახსოვს ახლა მართალი რომ გითხრათ ეს არ მახსოვს ნამდვილად. ბატონო სოზარ. ამ თემას დაზუსტება 2006 წელს რო ძლივს ავიცილეთ ომი. რამენერად იყო დაკავშირებული ერთმანეთთან აი ეს მთელი რაც ხდებოდა და პარალელურად იქ რაც კამპანია ტარდებოდა, სამარცხვინო კამპანია პირდაპირ შეოფასებ, კოკოითი ფანდარასტი, რასაც მოხდა შემდეგ. შემდეგ იყო ეს ყველაფერი შემდეგ იყო. ეს გვიან იყო უფრო. ანუ ომი რო ავიცილეთ, ეს იყო უფრო ადრე და მერე იყო ეს კამპანიები და ყოფილი ცხინვალის ავტონომიური ოლქის აღდგენა რომ მოხდეს არის მოგვიანებით. მადლობა. არა,
ოლქის აღდგენის და ეს კონფლიქტი ერთმანეთთან კავშირში დროში როგორ იყო არ ვიცი, მაგრამ აი კამპანია კოკოითის წინააღმდეგ იყო უფრო გვიან ვიდრე ეს კრიზისი. ეხლა თვითონ ამ თემას გავაგრძელებ, მაშინ როცა მოხდა ამ დროებითი ადმინისტრაციის ჯერ ოლქის შექმნა, დროებითი ადმინისტრაციის აღდგენა, ახალგორის წეღანას დავსვით ეს კითხვა, ახალგორის გამოყოფა მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან და პრაქტიკულად დე ფაქტო აღდგენა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის. აი მიზანი რა იყო, რატო გადაწყდა, როგორ რა იყო მიზანი ამისი? როგორ განიმარტებოდა მაშინ ხელისუფლებაში? დავამატებ ზემო აფხაზეთის კოდორის ხეობის გამოყოფა კიდევ პლუს. თუ სახელის გადარქმევა იყო და იქ ჯარის შეყვანა კიდე ცალკე თემაა და ხო. ნუ ეს იყო ასე ვთქვათ ხელისუფლების პოზიციების განმტკიცებისთვის ძირითადად გაკეთებული. კიდევ ერთხელ ვფიქრობ, რომ ნუ ვერ გეტყვით ახლა პირდაპირ რა კავშირში არის აი ეს გადაწყვეტილებები შემდეგ 2008 წლის კონფლიქტთან. ამას ვიხილავ. ჩვენ თუ რატომ მოხდა თვითონ გადაწყვეტილება? ეს ხო მაინც არ იყო ეს არ იყო ეს სუფთა თავდაცვითი საკითხი, ხო? ამაში პრემიერი ჩართული უნდა ყოფილიყო. ეს იყო სახელმწიფოებრივი სტრუქტურების განმტკიცებისთვის, რომ ჩვენ შეგვძლებოდა უფრო უკეთესად მოგვევლო ახალგორის რაიონისთვის, უფრო უკეთესად მოგვევლო ლიახვის ხეობისთვის, ნუ შესაბამისად აქეთ ხსნის ხეობისთვის. მცხეთა-მთიანეთში ახალგორს ვერ მოვლიდით? აი ეს გაუგებარია, როგორ ცხინვალის ვქნით რაღაც ადმინისტრაციას სააჭრო ლეგიტიმაციით და იმას უკეთ შეუძლია მოუვაროს, ვიდრე თქვა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში რო შედიოდეს, სრულიად გაუგებარია ვთქვა. ვერ გიპასუხებთ ახლა მაგაზე რამდენად ანის გადაწყვეტილება ჯობდა ერთმანეთს. მოდიში ვერ გვიპასუხებთ ბატონო ზურაბ, იმიტომ რომ არ იყავით მონაწილე ამ გადაწყვეტილების. არა, ნუ ამ გადაწყვეტილებების მონაწილე ალბათ ვიყავი ახლა, მაგრამ ვერ გიპასუხებთ ზუსტად არ ვიცი ახლა რამდენად ეს გადაწყვეტილება ან კარგი შედეგის მომტანი იყო, ან უარყოფითის. მაგრამ თქვენი რაიმე მაშინდელი პოზიცია არ გახსენდებათ, რა პოზიცია ქონდათ? არა, ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება, რომ ამაზე რამე კატეგორიული ამ თემაზე ჭკუები არ გახსენდებათ. ამაზე ჭკუები არ მანზე არ მიცხოვთ. მე ვიცი რომ გუბერნატორს ჰქონდა საწინააღმდეგო პოზიცია და ასაბუთებდა კიდევაც თავის პოზიციას, მაგრამ არავინ არ გითხა. მე ყოველ შემთხვევაში არ მიჭხუბია როგორც თქვენთ ამ საკითხზე ნამდვილად არა. და ბარემ კოდორის ხეობაზეც გავაგრძელოთ 2006 წელს მოხდა ასევე კოდორის ხეობაში პოლიციით და ჯარით შესვლა. ახლა ჩვენი ტერიტორიაა, ჩვენგან კონტროლირებული, იმის თქმა რომ ეგ შესვლის უფლება სახელმწიფოს არ ქონდა, ნამდვილად ამას არავინ არ იტყვის, თუმცა რეალურად რაც მოხდა ამ შესვლას იყო შემდეგი, რომ იქ იყო ბატალიონი მონადირე, რომელიც შედგებოდა ძირითადად ადგილობრივი მეომრებისგან, რომლებიც იცავდნენ 10 წლეულის განმავლობაში ხეობას. მოხდა ამ ბატალიონის დაშლა, ძალიან ბევრი მათგანი დაიჭირეს, ზოგი ციხეში გარდაიცვალა კიდევაც, მოგონილი ბრალდებებით, შემიძლია თამამად ვთქვა, როგორც მაშინდელმა სახელმწიფო მოხდა იქ საუდაცვის სამინისტროს ნაწილების შეყვანა. იქ ხელშეკრულებით, მოსკოვის ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო რა ტიპის იარაღის შეტანის უფლება ჰქონდა. ცხინვალის რეგიონზეც იგივე იყო და აქაც. ცხინვალის რეგიონზე წეღან თქვენამდე მოსული სტუმრები ამბობდნენ, რომ თქვათ იქ იყო დარღვევები, როდესაც მაგალითად 82 მმ-იანი ნავთყორსნიც ხდებოდა ჩვენი პოზიციების დაბომბვა, ეს ნიშნავდა, რომ ეს ხელშეკრულება უკვე დარღვეული იყო მეორე მხრის მიერ. დაახლოებით იგივე რაღაცა მოხდა კოდორის ხეობაში, როდესაც ჩვენ შევიტანეთ ის იარაღი, რომლის შეტანის უფლებაც არ გვქონდა. და თქვათ ამით ერთგვარად თითქოს ხელფეხი გავუხსენით ოკუპანტს. მეორე ის არის, რომ ეს უკვე თქვენ აღარ ახართ ამ შემთხვევაში უკვე პრემიერი, მაგრამ 2008 წელს უკვე პრაქტიკულად ისე მოხდა, რომ მთელი ეს შეიარაღება, რაც იქ შეტანილი იყო და საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიარაღება დაუტოვეს, წვი არ გავარდნილა, ესე ჯარი გამოიყვანეს, მოსახლეობამ მიატოვეს და დაუტოვეს ოკუპანტს. ნუ ამ თემას არ ვეხები ამ შემთხვევაში თქვენი პრემიერების პერიოდზე მოხდა. აი რატო მოხდა იქ ჯარის შეყვანა, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, რატო მოხდა რომ ზემო აფხაზეთი უწოდეთ, აი ამაზე თუ გაქვთ რამე ინფორმაცია თუ იყო მსჯელობები გუნდში?
ესე იგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ საკითხს მიუბრუნდები იმ ნაწილს, აი მონადირი ახსენეთ თქვენ და შესაბამისად საქართველოს რეგიონში, სადაც არ უნდა იყოს ის არაფორმალური ორგანიზაცია, მით უმეტეს შეიარაღებული. ბოდიში, ეს არ იყო არაფორმალური, ეს იყო თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობა, უბრალოდ ადგილობრივები მსახურობდა თუ აბსოლუტურად თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში იყო, ხელფასს იღებდნენ, სარდალი ჰყავდა, ინიშნებოდა და 100% ფორმალური იყო, არანაირი არაფორმალური ამაში არ ყოფილა. მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში ჩემი აზრითაც, თუმცა ეს ჩემი უფლებამოსილება ნებისმიერ შემთხვევაში არ იყო, მაგრამ მონადირის მოქმედებები სერიოზულ პრობლემას გვიქმნიდა ხშირად საქართველოს ელექტროენერგიით მომარაგებაში. ეს იყო მნიშვნელოვნად კონტრპროდუქტიული სტრუქტურა, მაგრამ ცხადია შესულიყო უნდა იქ ჯარი და მით უმეტეს უნდა ქონოდა თუ არა იქ მოსკოვის ხელშეკრულების საწინააღმდეგო შეიარაღება, რომ ჩემზე უკაცრავად გწოდინათ ეს საკითხი, მე მაგალითად რომ ეკითხა ახლა ვინმე ჩემთვის შემოსასვლელში იქ იყო თუ არა შეიარაღება დარღვევით, პასუხსაც ვერ გავცემდი ამის შესახებ, არც ვიცოდი არაფერი. მაინც კომენტარი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ აბსოლუტურად არასწორად შეაფასეთ ბატალიონ მონადირის მოქმედება. იქ რაც დანაშაული ხდებოდა ვიღაცა ტყვი ასესრო და ეს ბატალიონ მონადირისთან არ აქვს არანაირი კავშირი. შეიძლება ვიღაცა იმის წევრიც იყო, ამას კი არ ვამბობ, მაგრამ კრიმინალი არის და ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაიცვეს ხეობა თავისი სიცოცხლის ფასად და თუ რა შედეგი მოჰყვა მერე კი ვნახეთ 2 წელიწადში დაიკარგა ხეობა და აღარავინ იყო თოფის ხელშემღები, იმიტომ რომ ეს ადამიანები განაიარაღეს და მართლა ზოგი გააქცეს და ზოგი ციხეში ჩავსვეს, ასე რომ მოსახლეობის იმ ბატალიონ მონადირის სიცოცხლის და ჯანმრთელობის და მამაცობის ხარჯზე მოხდა შენარჩუნება რამდენი 15 წლის განმავლობაში ამ ხეობის. შემდეგი ბატონო გურამ თქვენ ხო არ გსურთ კითხვის დასმა? ბატონი ილია შემოგვიერთდება. მე გკითხავთ მაშინ ბატონო ზურა ნახეთ თქვენ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ იმდროინდელი ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა პოზიციაზე და მით უმეტეს პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე მუშაობის. თქვენ გაქვთ გამოცდილება მიხეილ სააკაშვილთან მუშაობის, ავი თუ კარგი, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილება. ჩვენ ვიცით და ვისმენთ კომისიის ხდომებზეც საჯაროდ მით უმეტეს, რომ მას მუდმივად ჰქონდა საომარი რიტორიკა, პირადად მას. გასაკვირი ალბათ არ არის, რომ თქვენს კაბინეტში მყოფი მინისტრები, რომლებიც სინამდვილეში კონსტიტუციური სიმახინჯის გამო, რომელიც თვითონ გამოიგონა, მას ექვემდებარებოდნენ ის მინისტრები, ვისი მეშვეობითაც ამ თავის სამხედრო და ქვეყნისათვის დამანგრეველ რიტორიკას მოიყვანდა ხოლმე სისრულეში თქვენი გვერდისავლით, ან თქვენ უბრალოდ ბერკეტი არ გქონდათ, რომ ეს შეგეჩერებინათ. თქვენ რას გვეტყვით? როგორი იყო მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ალბათ კიდევ მეტყვით, რომ მე არ მექვემდებარებოდნენ, ხანდახან ჩხუბის რეჟიმში მიწევდა გადაფიქრებინება რაღაცეების, მავნებლური აზრების, ალბათ ამას მეტყვით არ ვიცი, მაგრამ მაინც თქვენ იყავით, გინდათ არ გინდათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამიტომ თქვენ მიგიწვდებოდათ მაღალი დონის ინფორმაციაზე ხელი და გთხოვთ გითხრათ, აი ამ პირობებში, როდესაც ეს კაცი, მე ბატონ გრიგოლ ვაშაძესაც დაუსვიე შეკითხვა, ამ პოლიტიკას ატარებდა. მაგალითად, ჩაიცვამდა სამხედრო ფორმას პრეზიდენტი, გასაგებია რომ მთავარსარდალი იყო, მაგრამ ამას უბრალოდ ხომ არ აკეთებდა და გამოვიდოდა თამამად და იტყოდა, რომ ყველამ უნდა ჩავიცვათ სამხედრო ფორმა და ჩვენ ცხინვალში შევხვდეთ დღესასწაულს, ვიზეიმოთ, დაბრუნება, გაერთიანება. ეს თქვენი აზრით და იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც გქონდათ და რასაც ხედავდით. ამას აკეთებდა ის მარტო
უხეშად რომ თქვა, ერთი ირაკლი ოქრუაშვილის და მისთანების იმედად თუ გარედან იღებდა დავალებებს. ამ შემთხვევაში არავის ეგონოს და თქვენც არ გეგონოთ, რომ მე მაინდა-მაინც რომელიმე კონკრეტულ უცხო ძალას ან ქვეყანას გულისხმობ. მე ვგულისხმობ ნებისმიერ ძალას ან ნებისმიერ უცხო ქვეყანას. აღმოსავლეთს, დასავლეთს, ჩრდილოეთს, სამხრეთს. ან ამ და ამ ადგილებში მყოფ სხვა ძალებს, დაჯგუფებებს, არაფორმალურს ან ფორმალურს, ოფიციალურს ან არაოფიციალურს. სიგიჟესთან მქონდა საქმე და ქვეყნის მხოლოდ პიარულად და მანიპულაციური მეთოდებით მართვასთან ეგონათ რა ზურაბადეიშვილს დავესესხები, რომ 50 წელი ვიქნებით ხელისუფლებაში მინიმუმო. თუ საქმე ქონდა იმასთან, რომ გარედან ქონდა მას ზეწოლა, რომ ასე მოქმედა და მინიმუმ ორჯერ 2004 წელს და ახლა უკვე თქვენ თქვით 2006 ბატონმა გამომსვლელებმა თქვენს დღეს თქვენს რომ 2004-ში აგვისტოში ბეწუზე გავიარეთ და კინაღა მოხდა თქვენც ადასტურებთ ის რაც მოხდა 4 წლის მერე თქვენ ამბობთ რომ 2006-ში ადასტურებთ თორემ ეს დოკუმენტურადაც ცნობილია აგვისტოს ომი მოხდა კინაღა 2 წლით ადრე და ზეწოლა ქონდა გარედან და უბრალოდ შიდა წინააღმდეგობების გამო, იმიტომ რომ იყავით თქვენ, იყო საზოგადოებრივი აზრი. მე ხა შორს ვარ იმაზისგან, რომ ერთმა მიყო დიდი პატივისცემისა, რომ ერთმა ზურაბნოღაიდელმა გადააფიქრებინა. არც ის მგონია, რომ ჩემს წინი ყველაზე მეტია. მაგრამ პრემიერ-მინისტრი იყავით და გასაგებია თქვენს წინააღმდეგობას უფრო მეტი წონა ჰქონდა ვიდრე ჩვენნაირი მოქალაქეების, ხომ? რომ შიგნიდან იყო წინააღმდეგობები და ეს ვერ განახორციელა მინიმუმ ორჯერ, მაგრამ აგვისტოს ომის დროს, იმიტომ რომ დაეხმარნენ გარეძალები, გარეძალაში კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ძალას გულისხმობ. და რაში დაეხმარნენ? რომ ეს დავალება შეესრულებინა და შიგნით წინააღმდეგობა ვერ გავწიეთ ჩვენ სათანადოდ. როცა აქ მოდის მინისტრი თქვენ წინ ვინც გამოვიდა. ბატონი ბესტაევი და ამბობს ისიც კი მინისტრი 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს ცაში იყურებოდა ქურთაში, მერე თბილისში რეკავდა და სამხედრო ცოდნის მქონე ადამიანებს ეკითხებოდა ორკუდიანი თუ ორფრთიანი თვითფრინავია ჩემ თავზე და ეს ქართველები არიანო და როცა უთხრეს არა ასეთი შეიარაღებული თუ არის ვინმე შენს თავზე ეს მხოლოდ რუსი შეიძლება იყოსო მოსახლეობაც კი და მინისტრებიც კი მიყავდათ ვედის ანაბარა მიტოვებული ჩვენ ვეძიებთ ამას იმიტომ რომ თავდაცვის ძალები პრემიერ-მინისტრს ველაპარაკები და ბოდიშს ვიხდი რომ ამას ხსნი, ამას თქვენთვის არ ხსნი, ხსნი საზოგადოებისთვის. თავდაცვის ძალები არის თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალები თავარსარდალმა და პოლიტიკურმა ხელისუფლებამ არ უნდა აქციოს საზარბაზნე ხორცად. არ უნდა დააჭიროს არც ერთმა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ რომ თავდაცვის ძალებს და ჯარისკაცს დაჭირდეს რისთვისაც ისინი ყოველთვის მზად არიან და ეს დაამტკიცეს აგვისტოს ომის დროს. თავგანწირვა იმისთვის, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ქვეყნის ერთგული დარჩეს და უბრალოდ თავდაცვის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, მაგრამ პიროვნულ თავგანწირვაზე მიდის, იმიტომ რომ ასე არიან გაზრდილები. ეს ვნახეთ ჩვენი თვალით, ხო? აი ეს ავანტიურა, სიგიჟე იყო, გარედან დავალებებს ასრულებდა ერთი ან მრავალი ძალის თუ რასთან ქონდა საქმე იმიტომ რომ ორჯერ ვერ მოახერხა ხო თქვენ ადასტურებთ ამას გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა ვრცლად მაღალ პროფესიულად ვესტავებმა ისაუბრა ამაზე და სხვებმა პატა დავითაიამაც დაადასტურა რომ სამოქალაქო თავდაცვა არ იყო არაფერი კომისია არ შექმნილა სამთავრობო და ჩვენ მოგვიწევს ბატონ ლადო გურგენიძეს ეს ვკითხოთ, რატომ არ შეიქმნა შესაბამისი კომისია. რომ გაენაწილებინა ფუნქციები, ვინ რას აკეთებს. თქვენ
თქვენ როგორ თვლით? იყო თუ არა იმ ინფორმაციების და იმ მოვლენების რის მოწმეს თქვენ იყავით, შესაძლოა ყოფილიყო გარედან ეს მართული და რეალურად ჩვენ მარიონეტი იყავდა ხელისუფლებად, პრეზიდენტად, რომელიც ქვეყნისთვის მავნებლურ გეგმას ახორციელებდა და ჩვენ სხვადასხვა პოზიციებზე მე სტრასბურგიდან ძალიან პატარა კენჭებით თქვენ პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან, აქ მყოფი ადამიანების, ახალხო დამცველის, პოლიციელის, ჯარისკაცის, იურისტის, სხვადასხვა პოზიციებიდან ვცდილობდით, რომ რაღაცნაირად ქვეყანა დიდ უბედურებაში არ გახვეულიყო. აი, რასთან ქონდა საქმე? ხომ არ შეგიძლიათ შეაფასოთ? სიგიჟესთან რომ ქონდა საქმე, ამას მე მგონი დამატებითი განმარტებები აღარ სჭირდება, მაგრამ ქონდა თუ არა უცხოურ ზემოქმედებას ადგილი ჩემთან ამ თემაზე საუბარი ამ კურსზე თქვენ წარმოგიდგენიათ ძალიან ბევრი საუბარი იყო ბევრ თემაზე ჩემთან ნებისმიერი უცხოურ შეხვედრებზე და ჩემთან ამ თემაზე რომ ჩვენ ამ ქონდა რა ამას გულისხმობ ახლა ისეთი საკითხებიც იყო როდესაც კატეგორიულ მოთხოვნას დაგვიყენებდნენ რაღაც საკითხზე და ასე შემდეგ სხვადასხვა მაგრამ აი ამ თემაზე ჩემთან საუბარი არასდროს არ ყოფილა რომ ჩვენ გინდა არ გინდა იქ უნდა ან სადმე სხვაგან უნდა გვეუბნა იყო თუ არა მასთან ასეთი საუბარი არ ვარ ამის შესახებ საქმის კურსში და შესაბამისად არ გავაკეთებ ახლა თქვათ პროგნოზი იყო თუ არ იყო მაგ ჩემი აზრი მაგრამ მაინც ეს ჩემ აზრად დავიტოვებ რომ არ გავაკეთებ ამ პროგნოზს ჩემთან ამ თემაზე საუბარი 3 წლის განმავლობაში ან რა საუბარს გულისხმობ აი ბიძგი იმის რომ აი თქვენ აქ წადით ამ კონფლიქტზე ასეთი საუბარი ჩემთან არასდროს არ ყოფილა გასაგებია შესაბამისად ხუმრობანარევი ტონით რომ თქვა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს რომ ის რომ გარკვეული შლექთა ჯგუფი მართავდა პროცესებს ქვეყნის საზიანოდ ამაში ეჭვი შეგვარვიათ ანუ სიგიჟესთან რო ქონდა საქმე მაგრამ ეს პლუს გარედან მართულიც იყო თუ არა ამაზე თქვენთან საუბარი არავის არ ქონია და არც ეჭვი შეგვარვიათ არა ეჭვი არ შეგვარვიათ კარგი, ბატონ პაატასხوارსურს კითხვის დასმა, ბატონ ალეკოს, ბატონ ილია მოგისაკლისეთ და ძანდებოდით დაგვიბრუნდით. ხო არ გნებავთ კითხვის დასმა, ბატონ ილია. მაშინ ბატონი სოზარი დააზუსტებთ და შემდეგ 2008 წლის ომი არანაირ ლოგიკას არ აქვემდებარებოდაო და რა იგულისხმეთ? რას გულისხმობ და აი ლოგიკაში მე გულისხმობ ლოგიკა გაავლო ქალბატონმა თეამ და ამას რომ აი ახლა ეს მოხდა ვთქვათ ერგნეთი დაიხურა შემდეგ კაცრი განცხადებები იყო და ამან ყველაფერმა ხომ არ მიგვიყვანა 2008 წელთან და ჩემი აზრით არა ეს ყველაფერი ახლა ცხადია განსაკუთრებით რიტორიკას და განცხადებებს გულისხმობ სასარგებლო არ იყო მაგრამ ნებისმიერ ნორმალურად მოაზროვნე თუნდაც არანორმალურად მოაზროვნე ადამიანს ეჭვი არ უნდა შეჰპარვოდა რა შედეგი შეიძლება მოყოლოდა 2008 წლის ომს შედეგზეა საუბარი იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ აქ საუბარი იმაზე კი არ არის ჩვენ რა დავიწყეთ და ჩვენ რისი უფლება გვქონდა ჩვენ შეიძლება ბევრი რამის უფლება გვაქვს და შეიძლება ვალდებულიც ვართ ბევრი რამე გავაკეთოთ მაგრამ მთავარი ამოსავალი წერტილი არის რისი შესაძლებლობა გვაქვს და ნებისმიერ ადამიანს რომელიც ელემენტარულად ქვეყნის მეთაური იყო მით უმეტეს და იცოდა თქვა რა შესაძლებლობები რა რესურსები აქვს ქვეყანას და რა შესაძლებლობები აქვს ჩრდილოურ მეზობელს ამის შეფასებები შედარებები ერთმანეთთან უნდა მიეყვანა ნებისმიერი ადამიანი ლოგიკურ დასკვნამდე რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და რომ ამის გაკეთება საზიანოა ამას გულისხმობ ლოგიკაში სოზარ ახლა გასაგებია, იმიტომ რომ მე რაღაც პირიქით წარმოვიდგინე, იმიტომ რომ ავიცებ ახლა სხვანაირად რანაირად იღება ეს გადაწყვეტილება, არ ვიცი, ახლა ცხადია ნათელი ეს თქვენაც კარგად იცით რომ აი ინსტიტუციონალიზაცია, ანუ საკითხის განხილვა სააკაშვილს ეს მაინც და მაინც არ უყვარდა თქვათ აი საკითხი დამწდარიყავით ღრმად გაგვეხილა და ასე შემდეგ, მაგრამ რა ღრმა განხილვა ამ საკითხს უნდოდა ახლა ამ გაგებით გასაგებია მე ცოტა სხვანაირად განვავითარებ იგივე აზრს. აი წარმოვიდგინოთ რომ ბატონი ზურაბ ჟვანია ცოცხალი ყოფილიყო და მას რაც ხედვები ქონდა როგორ
უნდა მოგვარებულიყო კონფლიქტი, როგორი უნდა ყოფილიყო პოლიტიკა მიმართულებით, ხელფეხი ქონოდა გახსნილი. არსებობდა მაინც იგივე საფრთხე, რომ ამაში გავყოლიყავით, რაც 2020 წელს. მოდი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზურაბ ჟვანიას როგორც პრემიერ-მინისტრის წონა, პოლიტიკური წონა და ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის წონა იყო სხვადასხვა. არა, მე არც იმას არ გამორიცხავ, რომ ზურაბ ჟვანიას რო ყოფილიყო მისთვის რაღაცები არ ეკითხათ, მაგრამ დაუშვათ ყველაფერი ისე წასულიყო, როგორც მას უნდოდა. მარტო ჩვენი მხარე ხო არა ვართ, მეორე მხარეც ძალიან დიდი შანსი ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ხო თქვენი აზრით? ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო დიდი შანსი იქნებოდა ომის თავიდან აცილება. მაშინ სხვანაირად შევატრიალებთ თქვენს ნათქვამს, ესე იგი, თქვენ რას თქვით, თუ რატო არ ჯდებოდა ლოგიკაში, რომ ვიცით, რამდენად ძლიერია მოწინააღმდეგე და არ უნდა გადადგეს ნაბიჯები, ამ გაგებით გასაგებია. თუმცა მეორე გაგებით, რომ ის ნაბიჯების განცხადებები რაღაცნაირად აახლოებდა ამ ომს, ამ ხრივ პირიქით ლოგიკურიც ჩანს თითქოს, ხო? კი. რაც მოხდა, მადლობთ. ბატონო ზურაბ, თუ წევრებს ექნება შეკითხვა დასვამენ, მაგრამ ალბათ ბოლოსკენ მივდივართ. ვინაიდან შეგაწუხეთ და მობრძანდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დღევანდელი სხდომა განსაზღვრული იყო ოკუპირებული ტერიტორიების თაობაზე, მე მინდა გკითხოთ, სწორად ხვდები თუ არა, რომ გირგვლიანის საქმე საქმის შესახებ რომ შეიტყო საზოგადოებამ, თქვენ იყავით პრემიერ-მინისტრი. რომ გითხრათ აი იმ დღეებში განვითარებული მოვლენების შესახებ, თქვენ მოკითხეთ, მესმის რომ კონსტიტუციურად არ გექვემდებარებოდნენ, მაგრამ თქვენივე კაბინეტის მინისტრებს რა მოხდა, თუნდაც არაფორმალურად, პრეზიდენტს ხომ არ შეეხმიანეთ და რა ურთიერთობები განვითარდა თქვენსა და სხვა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შორის იმ დღეებში? მინისტრებთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია, პრეზიდენტთან მქონდა საუბარი რამდენჯერმე და დეტალურად განვიხილეთ ეს საკითხი, როცა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. რაღაც მომენტში ბოლოს წინა დღეს, ასე ვთქვათ, მიიღო გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ფაქტიურად ამაზე ვქონდა ჩვენ საუბარი, იმიტომ რომ უნდოდა მე არც ვიცი ახლა ეს სადმე მონაყოლი მაგთორე, მას უნდოდა რომ ვანო მერაბიშვილი შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრის თანამდებობიდან გაეშვა და ის დაგვენიშნა ჩვენ ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე, რაზეც მე კატეგორიული უარი უთხარი, რომ თუ ეს მოხდება, შესაბამისად მე არ ვიქნები ნებისმიერ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, აღარ გავაგზავნე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას, თუმცა ჩვენ საღამოს ისე დავშორდით ერთმანეთს, რომ მას გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც როგორც მინიმუმ ლოგიკური გადაწყვეტილება. ბოდიში ეს იანვარია ჯერ კიდევ თუ ბევრი დრო არ კვლევებიდან თებერვალი, კი ბატონო. მე მგონი უკვე თებერვალია. და ნუ შესაბამისად მე მეორე დღისთვის მართალია საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოყალიბებული არ იყო, მაგრამ მაინც მე ვფიქრობდი, რომ ძირითადი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ შესაბამისად იქნებოდა ქვეყანაში ახალი პრემიერი და ახალი ფინანსთა მინისტრი, მაგრამ მეორე დღეს ატომღაც არ ვიცი რა საკითხების ზეგავლენის გამო მიიღო გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად დატოვების შესახებ. ეს არის მოვლენების განვითარება იმ დღეებში და ჩემი მონაწილეობა. და შემდეგ აღარ შეგიბრუნებიათ შეკითხვა, რომ ხომ მქონდათ გადაწყვეტილი, რატომ შეიცვალა? არა, ვკითხე, რატომ შეიცვალა გადაწყვეტილება, თუმცა ამაზე რამე კონკრეტული პასუხი აღარ მიმიღია. ცადია თუ იმას მეკითხებით, რომ ვაგებ თუ არა, მე პოლიტიკურ პასუხისმგებლობა მეკისრება თუ არა ამ მოვლენებზე, რა თქმა უნდა. გასაგებია, ბატონო ზურაბ, თქვენ სარგებლობ მე შემთხვევით და გეტყვით, რომ როგორც რიგითი მოქალაქე იმ დროს, როცა თქვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდით, რა თქმა უნდა, მეც და ჩემნაირებიც ვეძებდით ყოველთვის ხელისუფლებაში ადამიანებს, რომ
აი ის ხომ არის იქ, ეს ხომ არის აქ და ნუ იქნებ რაღაც იმედი რო გაქვს ვიღაცის. რა თქმა უნდა, იყო ასეთი რამდენიმე ადამიანი, ვიზეც ნუ ფიქრობდით, რომ ნუ რაღაცას დააბალანსებს, რაღაცას გამოასწორებინებს, რაღაც. იყო ასეთი, იმიტომ რომ როცა ჩვენც ასე გვეგო. გას თქვენს ესე გეგონათ მაშინ, კი ბატონო, მაგრამ სწორედ ეს კითხვა დამასწარით, მინდოდა დამესვა, რომ გასაგებია ჩვენ რას ვფიქრობდით, რომ გაჭირვებული ხავს ეჭიდებოდაო, რომ გამოსავალი არ არის, უკვე ტერორში შედის, სახელმწიფო ტერორის ფაზაში შევიდა რეჟიმი წლებთან ერთად ჩამოიშორა ხელისუფლებამ ყველა ის ადამიანი, ვინც შეიძლება რაღაცა საღიაზრის მატარებელი ყოფილიყო, თქვენი პრემიერ-მინისტრობის დროს ასევე გასაგებია, რომ თქვენ არ გექვემდებარებოდათ კონსტიტუციურად სამართლებრივად ხაზს უსვამ ამას, მაგრამ უბედურებები შევიდა დიდ მასშტაბში, ციხეებშიც. მოკლედ, ტერორი დამყარდა. გირგვლიანამდე კიდევ აბუაშვილის საქმეა ცნობილი, რომელიც იმავე პირებმა, იმავე სასაფლაოზე აიყვანეს და სასწაულებრივად გადარჩა და ასე შემდეგ. აი ამ პირობებში თქვენ გიფიქრიათ თანამდებობიდან წასვლაზე და თუ გიფიქრიათ რატომ? რა ყოფილა ამის საბაბი, ასე ვთქვათ, თუ ტრიგერი რო იტყვიან ძველ ქართულად? ნუ ახლა ამ საკითხს რაზე მიფიქრია საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს ჩემი აზრით, იმიტომ რომ რაღაც უფრო თავის მართლებასავეთ გამოვა. ფაქტია, რომ საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია და ნუ შესაბამისად იმ 4 წლის განმავლობაში, როდესაც ფინანსთა მინისტრი ვიყავი და პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მეც მეკისრება ხო იმ მოვლენებზე, მაგრამ შეიძლება ერთადერთი რაც ვთქვა ახლა თქვათ საკუთარ თავზე ის არის რომ კმაყოფილი ვარ და ბედნიერი ვარ რომ იურიდიული პასუხისმგებლობა არც ერთ ამ საკითხზე მადლობა ღმერთს არ მეკისრება. ახლა თქვენ რაც თქვით, ნუ გქონდა ყველას იმის იმედი რომ აი ეს საკითხი ეს სიგიჟე რაღაც სხვანაირად მოგვარდებოდა, რაღაც ლოგიკაში ჩამოყალიბდებოდა, რაღაც სხვა გადაწყვეტილებებს მივიღებდით, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ჩვენი იმედები ისე როგორც თქვენი არ გამართლდა და იქ ვართ სადაც ვართ ახლა დღეს. ყოველ შემთხვევაში თქვენი მონათხრობიდან და საზოგადოების ცნობილი ფაქტებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დაფასდეს ის თუნდაც მცირე, რაც თქვენ როგორც მოგვიყევით, შეძელით რომ გადაგეფიქრებინებინათ, შეგეცვალათ მცირედით მაინც კურსი ზოგიერთ სხვადასხვა თემაზე. ბატონ სოზარს უნდა ბოლო კითხვის დასმა გადაიფიქრა ამასობაში, ვინმეს ხომ არ სურს, თქვენ ხომ არ გაგინდა სოზარს ეთი გეკითხა რომ ალბათ გაეცის თქვენ ამასობაში პასუხი და ამიტომ ხომ არ გსურთ თქვენ რაიმე დაამატოთ? არა, დიდი მადლობა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჩვენ შეგვიძლია დღეს ჩვენი სხდომა თუ წევრები არ იქნებიან წინააღმდეგნი დახურულად გამოვაცხადოთ. ჩვენ ხვალ 10 საათზე კვლავ ოკუპირებული ტერიტორიების თემით გავხსნით სხდომას და გვექნება როგორც დღეს სრული სამუშაო დღე კომისიის სხდომის ფარგლებში. მადლობა. მადლობთ. მე თავისუფალი ვარ, ხო?